როგორ მოხდა შესაძლებელი, რომ ეს ხდება ამერიკაში? ტრამპმა ორივე და მოიგო და ორივე სხვა ხსნები აქვს. განსაკუთრებით როცა ეუბნება ჩინელებმა წაგართვეს ქარხნები, მექსიკელებმა წაგართვეს სამუშაო ადგილები. იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის ხო, უცხოელს დააბრალო ყველაფერი. მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ძალიან დიდი სკანდალია. რესპუბლიკურ პარტიაში არის სერიოზული ესკალაცია რამდენიმე ჯგუფს შორის. ანუ რუბიოს ვენსი აჯობებს? პრაიმერისში კი, აუცილებლად. თემა, რომელმაც ასევე გაყო რესპუბლიკური პარტია, ეს არის ეპშტეინის ფაილები. ერთ დღეს იძახიან, რომ ვინც არ გამოაქვეყნოს და მეორე დღეს რას ქვია გამოაქვეყნოთ. ხალხი ამაზე ბრაზდება. ნუ აი მე მგონია რომ ჩემი ძმა მოკლესო და მე მგონია რომ რაღაც ტრამპმა ნებართვა გასწავლა. ამ ადამიანებს უბრალოდ მოკიდეს ხელი და გააგზავნეს ჯოჯოხეთში. ცნობილი ხდება ეს ყველაფერი იმით, რომ ძალიან არახუმანურად ექცევიან იმიგრანტებს. ხო, ქართველები ძალიან შეშინებულები არიან. რობ რაინერი რო გარდაიცვალა, რაღაც ესეც წერს, რომ იმის გამო რომ მე ვძულდი მას, ამის გამო მოვიდა მას, რაც მოვიდა. მოწონების რეიტინგი, approval rating ჩამოვიდა 40 ქვემოთ, რაც ყოველთვის არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი. ფავორიტად 28 წელს რომ მოიგოს დემოკრატების პრაიმერის ითვლება ნიუსონი. წინა ხალხო რა ვიცი, რობ რაინერის ფილმი ნახეთ ყველამ, პრინცეს ბრაიდი ყველაზე კარგი ფილმია. მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, გადაცემა საერთაშორისო აქცენტები და დღეს რადგან არის ბოლო კვირა, ახალ წლამდე მინდა რომ საერთაშორისო აქცენტების ფორმატში დავუბრუნდე და შევაფასოთ ერთი წელი რა დაემართა მსოფლიოს და რა დაემართა ამერიკას ტრამპის თეთრ სახლში მოსulis შემდეგ. ჩვენთან ერთად ამ თემაზე ისაუბრებს სანდრო შარაშენიძე. ანუ მე გადავწყვიტე რომ მარტო სანდრო შარაშენიძესთან ერთად გამეშალა ეს თემა, ვისარგებლე იმით რომ სანდრო ჩამოსულია ზამთრის არდადეგებზე და მინდა სიღრმისეულად განვიხილოთ როგორც ამერიკაში მიმდინარე პროცესები, ისე მისი ექო ევროპაში და რასაკვირველია უკრაინაში. გარდა ამისა, სანამ სანდროსთან დავიწყებ ლაპარაკს, თქვენც მინდა გითხრათ ამ წიგნის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმომხილველის და მოაზროვნის ფარიდ ზაქარიას ახალი წიგნი, რომელიც აღმოჩნდა, რომ მე ვთარგმნე. პირველი დებიუტია, არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ამ საქმიანობას, მაგრამ ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე და ძალიან საინტერესო იყო ეს თარგმნის პროცესი, იმიტომ რომ ზაქარია ახერხებს, რომ აგვიხსნას ის მთავარი მოვლენები, რაც ხდება მსოფლიოში, რატომ ხდება და მისი ისტორიული წანამძღვრები რა არის. და დღეს როგორ ეტაპზე ვართ განვითარების, რომ ვართ ფაქტობრივად რევოლუციურ, ფაქტობრივად კი არა, ძალიან დიდ რევოლუციურ ეპოქაში ვცხოვრობთ და არავინ არ იცის, რას მოიტანს ეს რევოლუციური ეპოქა. ასევე მინდა გითხრათ, რომ წიგნის პრეზენტაცია იქნება კვირას 5 საათზე რუმში, სანდრო იქნება გიანოდიასთან ერთად პანელის ერთ-ერთი მონაწილე და მოკლედ ამ წიგნში წამოჭრილ მთავარ თემებზე ვილაპარაკებთ, რომელიც ასევე თანხვედრაშია ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემასთან. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, ძალიან მიხარია ხოლმე შენი ჩამოსვლა და რასაკვირველია ამ შანსს არ უშვებ, რომ ერთი სიღრმისეული პოდკასტი არ ჩავწეროთ ჩვენთან ერთად და მართლაც მოვიდა დრო რომ შევაფასოთ ტრამპის ერთი წელი. მოდი იცი დავიწყოთ. მე მახსოვს, ხოჩერს აქ იყო ჩამოსული ფუკუიამაც, რომელიც სანამ ჯერ კიდევ ტრამპს აირჩევდა, არჩევნები იქნებოდა და ძალიან საინტერესო დისკუსია იყო ამ თემაზე, რას მოიტანდა ტრამპის მეორე ვადა და იქნებოდა თუ არა ის განსხვავებული პირველი ვადისგან, იმიტომ რომ ბევრი უფრო ოპტიმისტი ამბობდა, რომ ეს კაცი ხო იყო პრეზიდენტი ერთი ვადით და ნახეთ რომ სოფლიო არ დანგრეულა და შესაბამისად რატო გაქვთ ასეთი აპოკალიფსური მიდგომები, ასეთი აპოკალიფსური მოლოდინები მის მეორე ვადასთან დაკავშირებით და მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მეორე ვადა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. გამართლად თუ არა ეს ყველაზე პესიმისტური პროგნოზი. მეორე ვადა ნამდვილად არის ძალიან განსხვავებული. ნუ ჯერ მალოა მოწვევისთვის, მაგრამ მოდი ვისაუბროთ რატომ არის განსხვავებული. ხო, ეს არის მთავარი. პირველი ვადის დროს ტრამპი გიხდება პრეზიდენტი, რაღაც პოსტერსით იგი ამას საერთოდ არ ელოდა. აშკარად არ ელოდა რომ მოიგებდა და უწევს რომ იპოვოს ადამიანებს დანიშნავს. და უბრალოდ მიდის და ეკითხება სხვა რესპუბლიკებს, ვინ დავნიშნო, აი ვინ იქნება კარგი სახელმწიფო მდივანი, ვინ იქნება კარგი სახაზინო მდივანი და ირჩევს მეტყნება სტანდარტულ ადამიანებს, სტანდარტულ ტიპის რესპუბლიკური პარტიიდან და სხვებს ეკითხება აზრს.
ანუ მის გარშემო ყველანი არიან ძალიან ჩაოლებრივი რესპუბლიკელები, როგორც შეიძლება ბუშის ვადის დროს ყოფილი იყვნენ. ამიტომაც ტრამპი რასაც აკეთებს პირველი ვადის განმავლობაში რაღაცები არის არასტანდარტული, მაგრამ დიდწილად ჯდება იმაში, რასაც ველოდით, აი, რაღაცა ბუშის ან ვიღაცა ეგეთი სტანდარტული რესპუბლიკის მესამე ვადიდან. ტარიფები ჰქონდა, მაგრამ აი ესეც მეტწილად მოზომილი იყო და ძირითადად ჩინეთზე იყო კონცენტრირებული და ეს რაღაც ხალხს ესმოდა, რომ ჩინეთი არის ამერიკის კონკურენტი და ლოგიკურია და ეს მე ბაიდენმაც არ მოხსნა, ხო? ტრამპის პირველი ვადა იყო გასაგები. შემდეგ 4 წელი ტრამპი იცდის მეორე ვადამდე და 20 წლის განმავლობაში რამდენიმე რაღაცა ხდება. პირველი ძალიან არ ესიამოვნა მას 2020 წლის არჩევნები და ტრამპი დღემდე მიიჩნევს, რომ მას გაუყალბეს არჩევნები, ეს ერთი. და ამის გამო აქვს ცუდი დამოკიდებულება, ну ერთი ცხადია ბაიდენის მიმართ, დემოკრატების მიმართ და მეორე ყველა იმ ისეთი ადამიანის მიმართ, ვინც მიაჩნია, რომ მის წინამდე წავიდა. მათ შორის ადამიანების სენატში, რომელსაც ხმა მისცეს იმას, რომ თორსა 6 იანვარი მოხდა ამერიკაში, რომ კაპიტოლის შტურმი იყო ტრამპის მეორე იმპიჩმენტი შემდგომ. და როცა სენატში გავიდა, რამდენიმე რესპუბლიკელმა მისცა ხმა მის მოხსნას. ამიტომაც ის პარტიაზე გაბრაზებულია. ეს ერთი, დემოკრატებზე ცხადია გაბრაზებულია, ეს მეორე. მესამე აქვს დრო, რომ იპოვეს თავისი ხალხი. ანუ ვინ იზიარებს მის იდეოლოგიას და ვინ იქნება მისი ერთგული სრულიად. ეს ადამიანის ბოლოს ამ 4 წლის განმავლობაში და ამას ერთად იქნება პროექტი 2025, რომელიც პირდაპირ ტრამპის არ არის, მაგრამ ეს რესპუბლიკელების, რომლებიც არიან ტრამპთან აფილიერებული და სულ სწრაფი ცვლილებები, როცა ტრამპი მოვა ხელისუფლებაში. და ამიტომ ტრამპი როცა მოდის, უკვე აქვს გეგმა, რა უნდა გააკეთოს, რასა. რამდენიმე 1000 გვერდიანი დოკუმენტი არსებობს ყველაფრის შესახებ, თუ სად რა უნდა ქნას მან. მეორე, ყავს ყველა ადამიანი, ვინც მას სჭირდება, რომლებიც მისი ბოლომდე ერთგულები არიან, პირველად აი სტივენ მილერი, რომელიც არის მისი საშინაო საქმეში ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. ერთ-ერთი ყველაზე რეაქციონერი. კი, ერთ-ერთი ყველაზე მემარჯვენე ადამიანი არის ალბათ მის რაღაცა გარშემო და პირველივე დღეებიდან რომ მისი ერთგული იყო ეს. მეტყვით ბოლომდე ენდობა ტრამპი მას. და ეს ადამიანები არის მის გარშემო და არც ერთ მომენტში ისინი მას არ ზღუდავენ პირიქით როგორც წესი, უფრო უბიზგებენ რომ კი, მეტი და მეტი. რამდენიმე თემებში ეს ზოგადად არ არის, მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებში, მაგრამ ამაზეც ალბათ გადავალთ მე დეტალურად. მაგრამ ხო, ფუნდამენტურად განსხვავება არის, რომ ტრამპის მეორე ვადა არის ნაკლებად შეზღუდული. ამიტომაც ბევრი მოულოდნელი რაღაცა ხდება იმიგრაციის საკითხებში, როცა ზოგჯერ მოქალაქეების დეპორტი ხდება, ან ადამიანის დეპორტი არასწორად და შემდგომ დაბრუნება უწევთ და ეს არ სიამოვნებს მე არავის. მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას როცა უწევს დაბრუნება არ სიამოვნებს, ხო? ტარიფების საკითხი, რომელიც უპრეცედენტოა, თქვენ რო შეხედოთ ამერიკის აი საშუალო ტარიფი რა აქვს სხვადასხვა პროდუქტებზე წლების განმავლობაში. რაღაც მე-20 საუკუნის დაწყებაში ჯერ კიდევ მაღალი არის, მე ეცემა არის ძალიან დაბლა. და უცებ ტრამპი რომ მოდის, აი ესე ადის, არც ერთ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს ესეთი მაღალი ტარიფები, ახლა როგორც ამერიკას აქვს. ანუ ტრამპი ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც მას სურს და არავინ ამაში არ ბოჭავს, აქ ძალიან მკაფიოდ ჩანს. უკრაინულ რუსეთზე ხედავთ, რომ მისი მიდგომა ცოტა არასტანდარტული არის. როგორ ელაპარაკებიან ევროპას, უსაფრთხოების სტრატეგიაში როგორც გამოჩნდა, რომ მინიშნებები რომ შეიძლება ევროპამ თუ ასე გააგრძელოს, ჩვენთვის მოკავშირეს ვეღარ იყოს. ასე შემდეგ ძალიან ბევრ საკითხში ჩანს, რომ ეს ადმინისტრაცია არის, მოდესმოთ, არ არის შეზღუდული გარშემო ადამიანების მიერ. ხო, არ არის შეზღუდული არაფრით. ეხლა ჩვენ ყველა თემას ჩავშლით ცალ-ცალკე, მათ შორის რასაკვირველია უკრაინასთან და უკრაინასთან მიმართებაში რა მოხდა, როგორი იქნება ნატოსა და ამერიკის ურთიერთობა, როგორი იქნება ამერიკისა და ევროკავშირის ურთიერთობა და ჩინეთთანაც მისი ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი თემაა, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი რამე განსაზღვროს და ჩარჩო შექმნას სამოქმედო ამერიკის საგარეო პოლიტიკის, მაგრამ მანამდე აი რაღაცა ისეთ დეტალებს საინტერესო პატარ-პატარა დეტალებს რომ გამოვეკიდოთ. ისეთი რაღაცები ხდება, რომელიც შეიძლება აი დისტოპიური ფილმი რომ გაკეთებულიყო ამერიკის პრეზიდენტზე, შეიძლება იქაც არ მოხვედრილიყო. აი მაგალითად თეთრ სახლში აი ცნობილ ოთახ, სადაც არის სურათები, პრეზიდენტების სურათები, ტრამპმა თავისი ინიციატივით გაუკეთა მინაწერები. მაგალითად, ჯო ბაიდენზე დაწერა, რომ სლიპი ჯო იყო ყველაზე მძინარე ჯო იყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომ კლინტონის ცოლმა ვერ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და მერე მისმა პრეს-მდივანმა თქვა, რომ რადგან ის ისტორია აქვს და ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული,
გადაწყვიტა, რომ თვითონ გაიკეთებინა ეს მინაწერები. კენედის ცენტრს გადაარქვა თავისი სახელი დაწერა, რომელიც მსგავსი ამერიკის ისტორიაში არაფერი არ მომხდარა. მისი ურთიერთობები ჟურნალისტებთან, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიუხეშით, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან კიდევ უფრო უკიდურესად შეურაცხყოფელი გახდა, მაგალითად ერთ ჟურნალისტს, მე მგონი ბლუმბერგის ჟურნალისტს უთხრა, რომ ხმა ჩაიწყვიტე გოჭო თუ ღორო. იქ დაიწყო უნივერსიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა, ჰარვარდთან მისი ბრძოლის ეპოპეა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი. ანუ კითხვა ისმება, როგორ მოხდა შესაძლებელი, რომ ეს ხდება ამერიკაში? ანუ ამაზე უნდა გავცეთ ჯერ პასუხი, ანუ რა და ამ წიგნშიც არის სხვათა შორის, მაგიტო გადავწყვიტა, რომ ეს წიგნი ქართულად უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს ხსნის, მათ შორის აი რამ მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში, რა ტენდენციებმა. რომელს გავცე პასუხი, რატომ არ შესაძლებელი თუ რა მოიყვანა ხელისუფლებაში? რა მოიყვანა, ხო, რატო გახდა იგივეა რა, რა ტენდენციებმა, ხო? მოდი, პირველს უპასუხებ, მე მეორეს. რატომ არის შესაძლებელი? შესაძლებელი გახდა, იმიტომ რომ ყოველთვის შესაძლებელი იყო. ანუ დემოკრატიებში ხშირად არის ესეთი უცნაურობა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ბევრი რაღაცის გაკეთება, ან აღმასრულებელ ხელისუფლებას ბევრი რაღაცა შეუძლია, მაგრამ არ აკეთებენ. არ აკეთებენ, იმიტომ რომ შეიძლება ნორმა არის ამის წინააღმდეგ, ხო, რომ რაღაცა წარწერები გააკეთო პრეზიდენტის ფოტოს ქვეშ, ამაზე რავი რა არ ითვლება რაღაც ჩვეულებრივი რაღაცა და არ აფიქრდება არც სხვა პრეზიდენტს რომ ეგეთი რაღაცა ქნას. ხო, რაღაცა ცევის ჩარჩოებია, რომელიც მთლიანად დაარღვია ტრამპმა. ცევის ჩარჩოებია, მაგრამ არ არის კანონი. ხო? ანუ ამაში არის საქმე. არის ბევრი რაღაცა ფორმალურად შენ შეგიძლია, მაგრამ ითვლება რომ არ მოსულა. აი ეს ზოგადად საზოგადოებას უყურებთ, რომ არა მაგას არ ვაკეთებთ. მოდი აი უფრო მკაფიო მაგალითი რომ მოვიყვანოთ. რომ გააგდოს სხვადასხვა სააგენტოების მეთაური, მაგალითად FBI-ის დირექტორი, ხო? ანუ ეს FBI-ის დირექტორი უნდა დარჩენილიყო კიდევ მე მგონი 2 წლის განმავლობაში, ტრამპი მოდის და მას აგდებს და ნიშნავს სხვას. ფორმალურად მას ამის უფლება ჰქონდა. ანუ როგორ მუშაობს, რომ FBI-ის დირექტორი ინიშნება 4 წლის ვადით, მაგრამ არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს თუ უნდა არ შეუძლია სხვა ტიპი დანიშნოს. ანუ ტრამპი მოდის და ამას უბრალოდ იყენებს, ხედავს რაღაც ამბავში, რათა ბუნდოვანება არის კანონში, იყენებს მის სათავისოდ. ბევრი ესეთი რაღაც არსებობს დემოკრატიებში და ჩვენთვისაც არის გაკვეთილი, მე მგონი საქართველოს ეგეთი რაღაც ბევრჯერ გამოუყენებიათ კონცეფტს, როცა კანონში რაღაცაში არის ბუნდოვანება და ადამიანს რომელსაც უნდა რომ მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, ამას იყენებს მის სასარგებლოდ და ბოლომდე იყენებს ნებისმიერ ხრავს, რომელსაც პოვობს. ტარიფებიც უსადეთი საკითხია, ხო? წესით ტარიფები არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმე, იმიტომ არის გადასახადი. ამას აწესებს წესით კონგრესი. მაგრამ ტრამპმა იპოვა რაღაცა კანონი, რომ აი თუ არის ანგება მდგომარეობა, შეგიძლია ამის და ამის მიზნით რაღაცა დააწესო. და იყენებს. ანუ ნებისმიერი პატარა ხელი რომელიც არსებობს, შეიძლება გამოიყენო დემოკრატიაში, რომ პრობლემები ზოგჯერ შექმნა ხოლმე. და აი რაღაც თვალსაზრისით იმის გამო რომ ტრამპი ძალიან არასტანდარტული ტიპია, ნებისმიერ ეგეთ ხოლს იყენებს, რომელსაც სხვები არ იზამნენ, არ მოინდომებდნენ. ეს ერთი. როგორ მოვიდით აქამდე, მე მგონი უფრო ფართო კითხვაა. ხო, ძალიან რთული კითხვა. ამაშენ ერთ რამეს დავამატებ, ერთ შეიძლება გასაღები იყოს ამ კითხვისთვის, ახლა გადაცემამდე ვლაპარაკობდით. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორია დევიდ ბრუკი, რომელიც კონსერვატორი, New York Times-ის მიმომხილველი, ძალიან დაფასებული ავტორი, ის ამბობდა ესეთ რამეს, რომ არასოდეს ამერიკულ საზოგადოებაში არ ყოფილა ასეთი პესიმიზმი და ბრაზი, როგორც არის ახლა. ანუ იყო შესადარებლად რეიგანის ოპტიმიზმი, რომელიც წლები მისდევდა ამერიკას და ამერიკული საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი ეს ოპტიმიზმი, ჰოლივუდის ფილმებიდან დაწყებული, თვითონ ამერიკელის ყოველდღიური ცხოვრებით დამთავრებული, რაღაც უფრო ესეთი კულტურა, უფრო ოპტიმისტური კულტურა ამერიკაში და დღეს არის ეს რაღაც ძალიან დიდი ბრაზი. და განცდა არის რომ და მე მგონი სწორია და აქაც ეს წერია რომ ამ ბრაზმა მოიყვანა ტრამპის სიამოვნებაში გაბრაზა ანუ არის ძალიან დიდი მასა ამ უმრჩევლის რომელიც იყო გაბრაზებული სხვადასხვა მიზეზებზე და მათ ამ დროს ტრამპი მიიჩნიეს ყველაზე რელევანტურად ამ ბრაზის გამოსახადად. შესაძლოა იმიტომ მიიღეს ასეთი თქვათ ლექსიკაც მისგან, რომ ის ამ ბრაზს უკეთესად ეს ლექსიკა შეესაბამებოდა იმ ბრაზს, რომელიც მათში იყო და რაღაცა დახვეწილობა აღარ ითხოვდნენ ისინი, ითხოვდნენ უფრო პირდაპირ ლაპარაკს, იმიტომ რომ მანამდე ამერიკელ პრეზიდენტს რო ასე ელაპარაკა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ხო, რას ფიქრობ? კი, ხანუ ტრამპმა ორივე და მოიგო და ორივე სხვა ახსნები აქვს.
მეორეა და მე მგონი რომ უფრო მარტივი ასახსნელი არის რატომ მოიგო ტრამპმა ეს არის იმიტომ რომ ბაიდენის დროს იყო მაღალი ინფლაცია რაღაცა რამდენიმე ომი დაიწყო მსოფლიოში და ხალხი რაღაც ბაიდენს არ უყურავდა კომპეტენტურ პრეზიდენტად ჯამში ამიტომაც მეორეა და უფრო მარტივი გასაგები არის პირველად რატომ მოიგო ტრამპმა მგონი არის უფრო საინტერესო შეკითხვა რამდენიმე რაღაცა ანუ როგორ შემოდის პოლიტიკაში ხო? ხო ანუ მე მგონი რაღაცა რამდენიმე საკითხის თავზე შემოდის და ეს საკითხები მნიშვნელოვანი არის. პირველი არის ემიგრაციასთან ბრძოლა. აშკარად ეს არის მისი თემა რომ შემოდის და იძახის რომ მექსიკელები როცა გზავნიან ამერიკაში ადამიანებს არ გზავნიან ყველაზე კარგ ხალხს გზავნიან კვლელებს იმათ ანუ არ ამზადებს ესე ლაპარაკობს იგი მექსიკელებზე და ეს სკანდალი ხდება მაგრამ ზოგი ამას უყურებს ამბობს რომ გეთანხმები. ზოგს ეს განცდა აქვს რომ ხო მეც არ მიყვარს რაღაც ემიგრანტები როცა დანაშაულს ჩადიან. ამერიკელს ეს მომენტი აქვს ხოლმე რომ აი ამის ადგილი აქ არ არის საერთოდ აქ არ უნდა ყოფილიყო და ვიღაცას რომ კლავს უფრო მეტად ბრაზდება ხოლმე ეს ადამიანი ამაზე ეს ერთი მომენტი არის იმიგრაცია აი დიდი ნაწილი არის ამ საკითხის მეორე ნაწილი არის ასევე ვაჭრობა იმიტომ რომ თავისუფალი ვაჭრობის შედეგად რომელიც აი 90-იანებში მით უმეტეს ძლიერდება ითვლება რომ აი ესეთ შუა Rust Belt რასაც ქვია ამერიკაში მიჩიგანი ვისკონსინი დაჟანგული სარტყელი დაჟანგული სარტყელი აი ამ ტერიტორიებზე როცა იყო ბევრი წარმოება იყო ძლიერი სანამ თავისუფალი ვაჭრობა გაძლიერდა თავისუფალი ვაჭრობისკენ დაიძრებოდნენ და ჩინეთთან გაფორმდებოდა ვაჭრობის ხალხშეკრულება წარმოება იყო ძალიან დიდი ბევრი ქარხანა იყო ბევრი ადამიანი იქ მუშაობდა და უცებ მე წარმოება ამ ადგილებს ტოვებს ეს ქალაქები ცარიელდება ადამიანები შემდგომ ფიქრობენ რომ აი ყველაფერი დავკარგეთ ხო ეკონომიკურად მდგომარეობა სერმლში გაუმჯობესდა არ გაუარესებულა ამ პერიოდში მაგრამ ადამიანებს მაინც ცოტა სხვანაირად აქვს ხო მოწყობილი ტვინი განცდა აქვს რომ მათ დაკარგეს საკუთარი ქალაქი ან სოფელი ან რაღაცა მსგავსი ტერიტორია რა ხო და სოციალური ქსოვილი რომელიც მათ გარშემო იყო მთლიანად დაიშალა და მათი იდენტობაც ჰაერში გამოკიდებული დარჩა ხო ტრამპი მოდის და ამ ადამიანებს უხსნის რა ანუ შეიძლება ახლა არ არის ბოლომდე ესე მაგრამ ტრამპი ეუბნება რომ ეს იცით რატომ მოხდა იმიტომ რომ ჩინელებმა წაიღეს ყველაფერი რაც თქვენი იყო და ჩინელები ყოველ წელს გვართმევენ ძალიან ბევრ ფულს ვაჭრობით ხალხი უყურებს და ფიქრობს რომ ხო მართალი ხარ ეს განცდა არის იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის ხო რომ უცხოელს დააბრალო ყველაფერი და ლოგიკური არის რომ ამას იმუშავა ანუ იმიგრაციასთან ბრძოლა თავისუფალ ვაჭრობასთან ბრძოლა ორივე ანუ რაღაც გლობალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შეგვიძლია მივაბათ და ამ თემებით მოდის ტრამპი და მესამე რომელიც უფრო ტრამპის პირველი ვადის დროს უფრო მკაფიო ხდება და მას შემდგომ აძლიერებს ეს არის რასაც აი ზოგჯერ უწოდებენ ხოლმე იდენტობის პოლიტიკა ზოგჯერ ვოუკიზმს ზოგჯერ სხვა რაღაცას მაგრამ ნუ აი ეს მომენტი რომ ამერიკაში იყო ბევრი სხვადასხვა კომპანია თუ უნივერსიტეტი თუ რაღაცა რომელიც ცდილობდა რომ დახმარებოდა რაღაც ისტორიულად უფლება შეზღუდულ ჯგუფებს ანუ რაღაც ფერადკანიანებს ქალებს ასე შემდეგ და ითვლებოდა რომ ხდებოდა დისკრიმინაცია თეთრკანიანი მამაკაცების წინააღმდეგ და ამას ტრამპი მით უმეტეს ძალიან კარგად ერგება რა იმიტომ რომ ტრამპი გამოდის ტრამპი ივენსი და ასე შემდეგ შემდგომ ამას აწვევიან რომ არა თეთრკანიანი კაცი რო იყო მოსულა და ამის გამოც ძალიან წინ მიდიან ამ თვალსაზრისითაც ამერიკა გახდა გახლეჩილი საზოგადოება სადაც გაბრაზებული ასე ვთქვათ მაინც უფრო თეთრკანიანი კაცები აი ამ რეგიონებიდან ყოფილი ინდუსტრიული რეგიონებიდან რომელმაც დაკარგეს სამსახური რაღაცა მომავალი მათთვის იყო ძალიან ხიფათიანი და არაპროგნოზირებადი დაკარგეს ის სოციალური ქსოვილი რომელშიც თავს კომფორტულად გძნობდნენ და უცებ დაინახეს მათი ცხოვრება მათი ხელფასები ძალიან ნელა იზრდება უკეთეს მომავალს ვერ ხედავენ და ამ დროს აი აქ ხედავენ როგორ ცხოვრობენ ლიბერალები მარტივად რო ვთქვათ ძალიან დიდრები გადასარევად ცხოვრობენ სხვა მიზნები აქვს და უფრო იმაზე დარდობენ სხვანაირად ლაპარაკობენ სხვა ღირებულებები აქვს პრიორიტეტი ის არის gender neutral-ური ტუალეტი უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს ამაზე ჟიჟეკიც ლაპარაკობდა იმ დროს იმაზე ძალიან ასე სწორად ანუ აბსოლუტურად გაიყო ეს ხალხი რაზე ლაპარაკობს მაშინ როცა მე ეს პრობლემები მაქვს და ამ დროს მოვიდა და ეს ბრაზი წამოვიდა ამ თეთრკანიანი კაცის ბრაზი რომელიც ბევრი რამით იყო მოტივირებული წინა პლანზე წამოვიდა და მან დაინახა რომ აი ტრამპი იყო ის კაცი რომელიც ამ ბრაზს
საქმეთ აქცევდა. განსაკუთრებით როცა ეუბნება ჩინელებმა წაგართვეს ქარხნები, მექსიკელებმა წაგართვეს სამუშაო ადგილები და მუსულმანები გკლავენ. კი ბატონო. აი ეს იყო ძალიან მოკლედ, ხო? ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება ბოლო 2 თვეა. იმიტომ რომ რესპუბლიკურ პარტიაში არის სერიოზული ესკალაცია რამდენიმე ჯგუფს შორის. და ნაწილობრივ უკავშირდება ახლა დავა ისრაელს, მაგრამ სამდვილში სხვა რაღაციდან მოდის და დავიწყოთ პირველი, აი ჩარლი კილკი როცა გარდაიცვალა, შემდგომ იწყება პარტიაში სერიოზული ესკალაცია. კი, როცა მოკლეს, იწყება სერიოზული ესკალაცია. პირველი არის ესეთი ძალიან ცნობილი ინფლუენსერი კონსერვატორი კენდეს ოვენსი, რომელიც იყო ჩარლი კილკის მეგობარი, მაგრამ იწყებს კონსპირაციებით ენით საუბარს, რომ ვიღაცებმა მოკლეს ჩარლი კილკი და იგი აბრალებს ისრაელს. ზოგჯერ აბრალებს დაჟე ორგანიზაციას Turning Point USA-ს, რომელიც ჩარლი კილკმა დააარსა და ჩარლი კილკის ცოლსაც რაღაც მომენტებში რებს ხოლმე საკუთარ ბრალდებებში. ეს უკვე რაღაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. არის მეორე პიროვნება ამერიკულ სპექტრში, რომელიც ახლა ძალიან პოპულარული ხდება, ქვია ნიკ ფუენტესი. ნიკ ფუენტესი არის რადიკალი მომარჯვენე აღარ ქვია. ანუ ადამიანი არის, რომელიც ამბობს პირდაპირ ჰიტლერი უყვარს, რომ სტალინიც უყვარს, ასე შემდეგ. ანუ წესით სრულიად მიუღებელი ხედვები აქვს. ჩემზე ერთხელ დიდი არის, მე მგონი 27-ის. ანუ მაგის თქვა მინდა, რომ ბოდიში, აი ბოლო გამოკითხვებით ახალგაზრდებში ავტორიტარიზმის მიმღებლობა არის შემაშფოთებლად გაზრდილი. ეს არა მარტო ამერიკაში სხვათა შორის, მაგრამ ხო. ხო, ანუ რამდენი უზრუნველი ცხოვრების შემდეგ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ დემოკრატია სულაც არ არის ისეთი საუკეთესო ფორმა, რომ ავტორიტარიზმი მოსულა. მათ ვისაც არ გამოუვლე ავტორიტარიზმი. ამაზე კომპლექსური აზრები გავიაროთ შემდგომ. ხო, კარგი. ესე იგი, ნიკ ფუენტესი არის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ის ზოგადად არის ძალიან ანტი-ისრაელი ფიგურა. და მიაჩნია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა სინამდვილეში ისრაელს უფრო წინაყნებს ვიდრე ამერიკას. ის არ ამბობს, რომ ჩარლი კილკმა ისრაელმა მოკლა, მაგრამ აი ესეც ამ დავაში არის ჩართული. მესამე არის, რომელიც ალბათ უფრო კარგად ვიცით, ბენ შაპირო, რაღაც ძალიან ცნობილი ამერიკელი კომენტატორი, მაგრამ ბენ შაპირო არის ებრაელი და ისრაელის ძალიან დიდი მხარდაჭერი. და მეოთხე შედარებით ზომიერი, სხვათა შორის, უფრო ამათთან შედარებით უფრო საღი აზრის მქონე, კი. და მეოთხე ტაგერ კალსონი. ტაგერ კალსონი იწვევს ნიკ ფუენტეს საკუთარ პოდკასტში. ტაგერ კალსონი იყო ძალიან ცნობილი Fox-ის წამყვანი, შეიძლება ნომერ პირველი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი ინფლუენსერი ალბათ ამერიკაში. იწვევს ნიკ ფუენტეს თავის პოდკასტში, ეს ნიკ ფუენტესი ზის და იქ იძახის, რომ სტალინი უყვარს და რაღაცას იგიჟებს, ლაპარაკობს და ეს საერთოდ კონფრონტაციას არ უკეთებს. იმიტომ რომ ეს არის კაცი, რომელსაც უყვარს პუტინი და ორბანი. ხო. ნუ, ალბათ, აი, სადაო ამბავია, იმიტომ რომ ნიკ ფუენტეს ტაკერის კი გაკრიტიკებული ყავს და დასცნის ხომ მას და ძალიან სწორებს მიწასთან. ამის მიუხედავად ეს უბრალოდ ზის და როგორც არაფერი ეს ელაპარაკება ამას, თუმცა ძმაკაცია ეს საუბრება. ამაზე გამოდის ბენ შაპირო გმობს ფუენტეს, ისედაც გმობდა და ტაგერ კალსონსაც გმობს. და ამით რაღაც თვალსაზრისით სამოქალაქო ომი იწყება ამ მემარჯვენე ფლანგზე. ინფლუენსერებს შორის. კი. და ესკალაცია იყო ახლა Turning Point USA-ს შეხვედრაზე, კონფერენციასავით გააკეთეს, ანუ ეს ჩარლი კილკის დაარსებულ ორგანიზაციას ჰქონდა რაღაცა შეხვედრა. რაც ბევრი ადამიანი გამოვიდა. გამოდის ჯერ ბენ შაპირო და დაგმოყველა. ანუ დაგმოხსვა ყველა, თქვა რომ ძალიან ცუდი ადამიანი არის. ნიკ ფუენტესი ცუდი ადამიანი, ტაგერ კალსონი რომაც ხელი შეუწყო, ცუდი ტიპი არის კენდეს ოვენსი, რაღაც ისრულებს, ლაპარაკობს და ამას არ ამართლებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გამოდის სტივენ ბანონი, რომელიც იყო ტრამპის მრჩეველი მემარჯვენეთა მთავარი იდეოლოგი. კი, ძალიან სერიოზული იდეოლოგი, რაღაც ტრამპის მრჩეველი პირველი ვადის დროს, ასე შემდეგ. გამოდის და იძახის, რომ ბენ შაპიროს უბრალოდ უნდა რომ ჩვენ ისრაელი ვიყოთ და არ ამერიკა და იმათ გამოვაკეთებდეთ ყველაფერს და არ არის ამერიკის ერთგული და ცუდი კაცია. გამოდის მერე ჯედი ვენსი, ვიცე-პრეზიდენტი და იძახის, რომ და ჯედი ვენსთან გამორჩეული ფიგურაა, იმიტომ რომ ფუენტესი გამორჩეულად რასისტია და ვენს აკრიტიკებს ხოლმე იმის გამო, რომ ყავს ინდუელი ცოლი. და იძახის, რომ არის თეთრკანიანი კაცების მოღალატე, ანუ რასობრივი მოღალატე არის, რომ ვენს ამას აბრალებს. ხო და ვენსი გამოდის და თან გმობს ფუენტეს, მაგრამ თან იძახის, რომ არ უნდა დავიყოთ ხალხო, არ შეიძლება ესე. და ამით რაღაც თვალსაზრისით მხარი აირჩია. ანუ თქვა, რომ რაღაც შაპიროს მხარე, რომელიც არის, რომ შაპირო რას იძახის, რომ გამყოფი ხაზი უნდა გქონდეს და ეს ხალხი ჩვენ პარტიაში არ უნდა იყოს. და უნდა დავგმოთ ისინი. ანუ სუპერ მარგინალები, როგორც არის ფუენტესი. კი, ფუენტესი და უკვე ტაკერიც. გამოდის ვენსი და იძახის, რომ არა ხალხო, არ უნდა დავიყოთ და თუ სწორად მახსოვს ფრაზა არის ესეთი, რომ ტრამპმა არ გაიმარჯვა ესეთი უპირატესობით, იმით რომ ხალხი დაყო, პირიქით გაერთიანაო. ანუ ვენსი
იმ ხას აწובה, რომ პირიქით არა, ჩვენ მემარჯვენე ფრთაზე არავინ არ უნდა გავრიყოთ, ყველა მემარჯვენე გვჭირდება და იგულისხმება, რომ ისინიც ვინც რო რამე ჰიტლერზე იძახიან, რომ კარგიაო და სტალინზეც. ნუ სტალინზე კიდევ უფრო უცნაურია, მაგრამ რას გაიგებ. და ესეთი რაღაცა მიმდინარეობს ამ წამს ამერიკაში. ახლა ნახოთ კონგრესმენები, სენატორები. რა ჩვენს მაყურებელს, ვინც ესე კარგად არ ერკვევა ამერიკულ პოლიტიკაში, ეს ხალხი ანუ ეს პოდკასტერები, იმიტომ რომ კარსონის პოდკასტერი გახდა მას შემდეგ, რაც Fox News-ი დიდი სკანდალის შემდეგ დატოვა, გრძელი ისტორია და არ შევაწყინოთ თავი მაყურებელს და არის წარმოუდგენლად დიდი გავლენის მქონე, ანუ ტრამპის ამომრჩეველზე ამ ხალხს აქვს ძალიან დიდი გავლენა და მათი კონსოლიდაცია შეუძლიათ, ხო? ანუ ყველაზე პოპულარული ინფლუენსერები არიან, ესე წარმოვიდგინოთ, ხო? და ახლა ნუ აი სამოქალაქო ომისავით მიმდინარეობს რესპუბლიკურ პარტიაში, იმიტომ რომ ნაწილი პარტიის გამოდის და ეძახის, რომ არ ხალხო ესეთი როჟი იყო არ შეიძლება, როგორც ასე უფრო პოლიტიკოსები ახლა რაღაც სენატორები მით უმეტეს და კონგრესმენები უფრო ამაზე არიან, რომ ესე არ შეიძლება და უფრო ისე ისრაელს უკავშირდება ეს თემები, იმიტომ ბენ შაპიროს ამაზე აკრიტიკებენ და ამ ფლანგს ძალიან ზულს ისრაელი და ამერიკის ხარდაჭერა ისრაელის მიმართ და სენატში კონგრესში მაინც და ტრამპიც უფრო პროისრაელია და ნუ აი მეორე ფლანგი არის რომელიც გამოდის და ეძახის რომ იზოლაცია ჩვენ ისრაელი არ გვინდა უკრაინა ახლა მით უმეტეს არ გვინდა ეს დამოკიდებულება აქვთ და მოკლედ დეპორტაცია ყველასი საერთოდ მოვიშოროთ იმიგრანტები და ძალიან რადიკალური პოლიტიკა და რაღაც სულაზეში რაღაც რესპუბლიკელების სულისთვის რაღაცა დიდი ბრძოლა მიმდინარეობს ამ თავს რომ აი ეს პარტია რა უნდა გახდეს აქ ახლა შემოვიტანოთ ასევე ძალიან ესეთ სერიოზული თემა, რომელმაც ასევე გაყო რესპუბლიკური პარტია. ეს არის ეპშტეინის ფაილები. რომელმაც მოახდინა საკმაოდ დიდი გარკვეული კონფლიქტი, რომელმაც შემოიტანა გარკვეული კონფლიქტი რესპუბლიკურ პარტიაში და პირველი კონფლიქტის სახე გახდა Marjorie Taylor Greene, რომელიც აი ამ მაგას ერთ-ერთი მთავარი სახე იყო ტრამპის ასე ვთქვათ მთავარი საბაზისო ამომრჩევლის და ის იყო ძალიან დიდი მხარდამჭერი ტრამპის. და ეპშტეინის ფაილების შემდეგ და ესეც ახსნათ კარგად რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი მან თქვა რომ ის იკავებს დაზარალებული ქალების მხარეს მისი მოთხოვნაა რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე გამჭვირვალე რომ ამ ქალების უფლებები იქნას დაცული და ამის შემდეგ ტრამპმა ის გამოაცხადა მოღალატედ და გრინი საერთოდ წავიდა კონგრესიდან და თქვა რომ მე ამას არ დავთმობ, ამ ჩემ პრინციპებს არ დავთმობ და შესაბამისად დიდი ვნებათაღელვარი ამ თემაზეც რესპუბლიკურ პარტიაში დაწყებული. აი რატომ ეპშტეინის ამბავი მაინც რატომ არის ტრამპთან დაკავშირებული მაგასთვის რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი რომელ კონსპირაციულ თეორიებს არის ასე ვთქვათ მიკუთვნებული დეტალებშიც არ შევალ, მაგრამ აი პირველ ნაწილს უცებ მოვყვები. ტრამპის გარშემო იყო ადრე ესეთი კონსპირაციის თეორია, რომ გლობალური ელიტები, ამერიკელები არიან მოკლედ რაღაცა ბავშვებისგან რაღაცა ნიუთერებებს იღებენ, ხო არიან პედოფილები, ბავშვებისგან რაღაც ნიუთერებებს იღებენ, რომ ახალგაზრდები დარჩნენ, თუ ნუ რაღაცა ნუ გიჟური კონსპირაციის თეორია რა. გახსოვთ რობერტ ტურო ამას გაიგებდა. კი, ადრენოქრომიო, რომ, короче, ანუ კონსპირაციის თეორია არის, რომ ელიტები, ვას ჰილარი კლინტონი, სხვა მდიდარი ამერიკელები არიან პედოფილები და თან ბავშვებისგან რაღაცა ქიმიკატებს იღებენ, რომ თვითონ გახდნენ ახალგაზრდები და ვამპირები იყვნენ. კიდიან ამ ბავშვებს პედოფილია ხდება და ასე შემდეგ. ასე შემო, ხო, საქართველოს ძალგუგი ეგეთი რაღაცები დარწმუნებული ვარ. არა მარტო რობერტ ტურუასგან, ბევრჯერ გვსმენი ეგეთი კონსპირაციის თეორიები მგონი. კონსპირაციის თეორია, ხო, ყველგან ეს ეგ ერთი რაღაც ხო ტრამპის გარშემო, რომ ტრამპმა ეს ხალხი უნდა დაამარცხოს. რომ ის არის რაღაც ჩეული ადამიანი, რომელიც ინფილტრაციას გააკეთებს ამათი და დაამხობს ამ საშინელ გლობალურ ელიტას და მოკლედ ბავშვებს იხსნის თუ რაღაცა მსგავს. ეს ყველა კონსპირაცია გაძლიერდა ჯეფრი ეპშტეინის საქმით. ჯეფრი ეპშტეინი იყო ადამიანი, რომელიც ადამიანის ტრაფიკინგს ეწეოდა, არასრულწლოვანების ტრაფიკინგს ეწეოდა, ჰქონდა კუნძული, რომელზეც მიყავდა ხოლმე არასრულწლოვანები და ზოგჯერ სხვა მდიდარი ცნობილი ადამიანები და ნუ არის ეს ვიცით რომ იყო პედოფილი, მაგრამ არსებობს კონსპირაციის თეორია, რომ ეპშტეინის გარშემო სხვა მდიდარი ადამიანები შეიძლება რაღაც ცუდს აკეთებდნენ და რომ ეპშტეინი მათ შემდგომ გადაუღებდა რაღაც პედოფილიას, ან რაღაც ცუდ საქმეში მათ გადაუღებდა ხოლმე ვიდეოებს და აშანტაჟებდა. ესეთი კონსპირაციის თეორია არსებობს. და რომ ამით შეულობდა იგი ფულს.
ეპშტეინი შემდგომ დაიჭირეს ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში და ციხეში გარდაიცვალა ძალიან საეჭვო პირობებში. იმიტომ რომ თავი მოიკლა ხო, ოფიციალური თეორია არის რომ მოიკლა თავი, მაგრამ აი საეჭვო არის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გაითიშა კამერა, მაინც და მაინც როცა ეს თავს იკლავს და რაღაც ნორმალურად ვერ ხსნიან თუ რა მოხდა, ზუსტად ასე შემდეგ. რა ექსპერტიზები ამბობენ რომ თავი მოიკლაო, მაგრამ ну, газет камера რო გაითიშება, როცა თავს იკლავს და ეჭვები რო გაჩნდება თუ მით უმეტეს კონსპიროლოგი თუ უკვე ხარ, ხო. მაშინ აბსოლუტურად გამართლებულად თulis საკუთარ კონსპიროლოგიურ თეორიებს. ესე იგი, ხა რატო არის საქმე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წინასაარჩევნოთ 24 წელს რესპუბლიკელები ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ მოკეთ უნდა გამოვხსნათ ეპშტეინის სია. ეპშტეინის სია არის მითიური დოკუმენტი, რომელშიც წერია თუ ვინ იყვნენ ეპშტეინის კლიენტები და ანუ ვის ემსახურებოდა ეპშტეინი და შემდგომ მის აშანტაჟებდა იგი თავისი მასალებით, ხო? და ანუ ეგ გულისხმობა რომ რაღაც ყველა ვინც ამ სიაშია პედოფილია რა, ეგ არის აზრი. ანუ ეგეთი სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ну, JD Vance, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მიდიოდა პოდკასტებში და ეძახდა რომ უნდა გამოაქვეყნოს ეპშტეინის ფაილები. ანუ გამოძიების ფაილები რაც აქვს FBI-ს, ყველაფერი უნდა გამოაქვეყნდეს. და ასევე არა მარტო პოდკასტებში, Twitter-ზე წერდა ხოლმე რომ როგორ ბედავს ბაიდენის ადმინისტრაცია რომ ჯერ ამას არ აქვეყნებს. ანუ ეს პედოფილებს იცავს, ანუ ძალიან ისეთი მორალური ენით საუბრობდა რა რომ როგორ შეიძლება ესე მოქცევა. მოდის მე ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ იძახის ტრამპის ესე თავარი პროკურორი ვინც არის პენ ბონდი რომ მაგიდაზე მიდევს მოკლედ ეპშტეინის ფაილები და ვაპირებთ რომ გამოაქვეყნოთ. მე იძახიან რომ ეს ფაილები არ არსებობს. მე იძახიან რომ არაფერი არ არის საერთოდო რა, გამოსაქმებელი არაფერი არ გვაქვსო. და უცებ ხალხი იბნება რომ რაზეა ლაპარაკი. ნუ შეიძლება ილიქება რომ ტრამპს უთხრეს რომ შენ ფაილებში ნახსენები ხარო. ნახსენები არ ხარ მაინც და მაინც ცუდ საქმეშიო, მაგრამ ნახსენები ხარო რა. და ამიტომაც ტრამპი იწყებს ლაპარაკს Twitter-ზე რომ ვინც ამ ფაილებზე საერთოდ ლაპარაკობს და ეპშტეინზე ლაპარაკობს არის მოღალატე და დემოკრატი და მოკლედ მაგათ არ მოусმინოთ. ანუ უცებ ძალიან რადიკალურად იცვლება ამათი პოლიტიკა, რომ ერთ დღეს იძახიან რომ გავიხსენოთ მასკის გაბრაზებული ტვიტიც. ძალიან ბევრი რაღაცა ამ ყოველ ხო, და მასკმა რა თქმა უნდა ბომბი აღმოჩნდა, ანუ როცა განხეთქილება, დიდი განხეთქილება იყო. ტრამპისა და მასკის შორის როცა იყო ეს ჩხუბი რაღაც მომენტში მასკი წერს Twitter-ზე, რომ ტრამპი იმიტომ არ უქმნეს ფაილებს, თუ არ იქ ნახსენებიო და მე წაშალა ეს, იმიტომ რომ მოუწია. მაგრამ ნუ ესეთი სიტუაცია არის რა, ანუ უცებ ერთ დღეს იძახიან რომ ვინც არ გამოაქვეყნოს და მეორე დღეს რას ქვია გამოაქვეყნოთ. ანუ ძალიან სწრაფი ცვლილება არის და ხალხი ამაზე ბრაზდება. თუმცა ეს მემარჯვენე ფთაურმელს ლეგიტიმაცია იმაზე ააგო რომ ვიღაც პედოფილები არიან და ჩვენ იმათ უნდა მოუგოთ. გამოდის რომ ანუ გაპაზურდნენ ხო ადამიანები, მით უმეტეს FBI-ს დირექტორის მოადგილე დენ ბონჯინო იყო პიროვნება, რომელიც თავის პოდკასტზე ყოველდღიურად საუბრობდა ხოლმე რომ ეს უნდა გამოაქვეყნოთ პედოფილები, რაღაც კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავითარებდა. და ეს ადამიანი ნიშნება FBI-ს დირექტორის მოადგილედ და უწევს მე მედიაში თქვა რომ არა ხალხო ამ ფაილებში არაფერი საინტერესო არ არის. და ნუ დისკომფორტი ხო გასაგებია ყოველას როგორი აქვს და როგორი არასასიამოვნოა ახლა მემარჯვენეების ამ რესპუბლიკური ფრთისთვის ამაზე საუბარი. ნუ მაგა ძირითადად იკვებებოდა აი ამ კონსპირაციის თეორიით, სხვა თეორიებთან ერთად. გავიდა ხანი, ზეწოლა არის რომ გამოქვეყნონ ფაილები, მაგრამ არ აქვეყნებენ, იმიტომ რომ ჭირდებათ რაღაც მაიკ ჯონსონის, ანუ ჩვენ ენაზე პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა და ის უარს ამბობს. დემოკრატები შემდგომ აქვეყნებენ ფაილების ნაწილს, რომელთაც მათ პირდაპირ წვდომა აქვთ. ამ ფაილებში რაღაცა საუბარი არის ტრამპზე პირდაპირ, აი ეს რაღაც სკანდალებს წევს. ასე პირდაპირ ნათქვამი არ არის არსად რომ ტრამპმა ესეთ რაღაცა ჩაიდინა, ან ესეთი რაღაც ჩაიდინა, მაგრამ როგორც მინიმუმ ჩანს რომ კომუნიკაცია იყო ტრამპს და ეპშტეინს შორის და რომ რაღაცა, ნუ როგორც მინიმუმ კარგად იყვნენ რა, ძალიან კაფიო ჩანს. ეს რო ჩანს სკანდალი უფრო და უფრო მეტად გორდება და ბოლოს აიძულებენ. არსებობს ამერიკაში ეგეთი რაღაცა discharge petition, ანუ თუ საკმარისად ბევრი ადამიანი კონგრესში ხალხს მოაწერს, ვალდებული არის თავმჯდომარე ან სპიკერი რომ გამოიტანოს რაღაცა საუბრო და როცა ხვდებიან რომ ეს აქამდე მივა საქმე, მე თვითონ დაუშვებენ ამას და კანონს იღებენ რომ გამოქვეყნეს ეპშტეინის ფაილები. ტრამპიც ხელს აწერს, იმიტომ რომ რაღაც სხვა გზა აღარ აქვს, ხდება რომ ვეტოსაც დაუძლევენ რომ დააპიროს ვეტოს დადება. ცოტა ხნის წინ გამოდის ფაილების დიდი ნაწილი და იცით როგორ გამოდის? აი რომ გახსნათ ფაილები ნახევარი არის შავი, როგორც წესი რა. ფოტოები არის დართული ამ ფაილებში და ფოტოები მთლიან გაშოვებული არის დიდი ნაწილი. და მაგრამ გაშოვებული არ არის ზოგიერთი ფოტო, სადაც მაგალითად ბილ კლინტონი თუსაც მე ჩანს, ყოველთვის პირდაპირ ჩანს. რომ გაშოვონ მაქსიმალურად, ანუ გაშოვონ
არა პირდაპირ გაკეთებით ამ შემთხვევაში. პირდაპირად ის გამოვიყენეთ. პირდაპირ ეს გაშავებული ეს გადარჩენა და არ ის გაშავებული არ არის პირიქით. ის ხარ გაშავებაა, ხო. და ნუ ავტომატურად ეჭვები ჩნდება, რომ ალბათ რაღაც ტრამპი არის ზოგიერთ ფოტოში და სპეციალურად ის მერე დაფარეს. მე ტრამპი ამბობს, რომ ეხლა შეიძლება უკვე 1000 ვინმე იყო წვეულებაზე მასთან ერთად და სურათი გადაიღო და ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რაღაცა დანაშაულში იყო ჩართული, რაც ლეგიტიმურია, მაგალითად იგივე ჩემმა ნახსენებმა ბუკმა თქვა, რომ სადღაც რაღაც საერთოდ არ ვიცოდი 2011 წელს წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეპშტეინი, სადღაც ვიყავი და აღმოჩნდა, რომ ისიც იქ იყო და აღმოჩნდით ერთ წვეულებაზე ბევრი იცნობდა ეს ცხადია. ესე ანუ პირდაპირ რასაკვირველია ამ შემთხვევაში კავშირი არ არსებობს, ხო, დანაშაულთან თუ სურათზე აღმოჩნდება ეპშტეინთან ერთად. კი, და შემდგომ, ნუ აი, როცა ბოლო ეტაპზე რიგი ფაილები იპოვეს, რომელშიც ტრამპი არის ნახსენები ცუდ კონტექსტშიც. ერთი არის ეს მეილებში, საშინაო ცუდ კონტექსტში. კი, ერთი მეილი არის ცნობილი, რომელიც რაღაც ღადაობის საგანი გახდა, სადაც ჯეფრი ეპშტეინი და მისი ძმა საუბრობენ. და ერთი მეორეს ეკითხება, რომ პუტინს აქვს თუ არა ტრამპის ფოტო, როცა იგი რაღაცას უკეთებს ბუბას. ბუბა არის ბილ კლინტონის მეტსახელი. და ნუ ამაზე ბევრი ხუმრობა არის გაკეთებული, მაგრამ უფრო სერიოზული ბოლო ორი რაღაცა დოკუმენტი, რომელზეც ლაპარაკი მინიც არის ერთი. ეპშტეინის ძმის წერილი ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადით დროს, როცა ის იძახის, რომ ნუ აი მე მგონია, რომ ჩემი ძმა მოკლესო და მე მგონია, რომ რაღაც ტრამპმა ნებართვა გასწავ რა, რაღაც ისიც იძახის. გასაგებია ახლა შეიძლება ის სრულელია, მაგრამ თუ შენ კონსპირაციების გჯერა ისე თუ ამდენი ფაქტია თან. კი, დიდი შანსია რომ ახლა ეს დაიჯერო რაღაც. კიდე ერთი ფალია, რომელშიც ტრამპს ვიღაცა გაუპატიურებას აბრალებს და ნუ ამაზე ითვლება, რომ არ არის სერიოზული და მტკიცებულებები, რომ ამის გარშემო არ არის, მაგრამ ისევ შეიძლება აქ არაფერი ტრამპს არ დაუშავებია მართლა. დიდი შანსია მართლა შეიძლება, მაგრამ თუ შენ ხარ კონსპირაციებისკენ მიდრეკილი და ამ ყოველფერს გჯერო და ამას შემდგომ რომ ხედავ რომ ამას გიზღუდავდნენ და ამას არ გაჩვენებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში მით უმეტეს უფრო და უფრო მეტად ისეთ განწყობა გექნება რომ რავი ტრამპმა ხوار მიღალატა და ნუ ეს სამოქალაქო რესპუბლიკელებში და მემარჯვენებთაში რაც ხდება კიდევ უფრო გამძაფრებულია ახლა ამ ყოველფრის შედეგად. ხო, მეორე თემა, რომ ამოვწუროთ შიდა თემები, ძალიან მნიშვნელოვანი თემა ეს არის ინფლაციასთან დაკავშირებული. ხო, და ხელმისაწვდომობასთან, ეკონომიკურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ბაიდენის დროს ეკონომიკა ძალიან კარგად იყო, ქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები რიცხვებში გამოხატული, მაგრამ მაღალი ფასები ხალხს აწუხებდა და აღქმა იყო ისეთი, რომ ეკონომიკა იყო ცუდ დღეში, მოვიდა ტრამპი და თქვა, რომ ამასო როგორც სხვა პრობლემასო მეო მოვაგვარებო და მისი არჩევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ ჩათვალა მისმა ამომრჩეველმა, მაინდა-მაინც არა ერთგულმა, არამედ ვინც ხმა მისცა იმ მომენტში, რომ ეს დაარეგულირებდა ამ ფასებს და პირიქით მოხდა, ხო? ისევ ძალიან მაღალი ფასებია, ისევ ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური ხელმისაწვდომობა არის სერიოზული პრობლემა და ამაზე ტრამპის პასუხი რა არის? როგორიც ქონდა მას, ეხლა რამდენიმე კვირის ერთი კვირის წინ მიმართვაში, როცა თქვა, რომ ეს თქვენ გეჩვენებათ, ყველაფერი არის ძალიან კარგად, მე არჩეულებრივად მართავ ქვეყანას, ეკონომიკას, ჩემ ხელში ყველაფერი არის ძალიან კარგად და ეს ნიშნავს, რომ მისი მოწონების რეიტინგი, approval rating ჩამოვიდა 40 ქვემოთ, რაც ყოველთვის არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი, მით უმეტეს ერთი წლის თავზე. ანუ ამ მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით როგორ არის მისი საქმე? კი, ანუ უცებრო ახსნათ, როგორც წესი, ეკონომიკაში ფასები არ იცემა ხოლმე, რაღაცა ეს კი არ არის რაღაცა ძალიან რთული ამბავი. ანუ უბრალოდ ეკონომიკები თანამედროვე როგორც წესი ეგრე არის მოწყობილი, რომ გვაქვს ცენტრალური ბანკი, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და ანუ ცდილობს რომ ყოველ წელს ფასები რაღაცა დონით გაიზარდოს. ეგრე არის მოწყობილი რა და ფასები რომ უკან ჩამოვიდეს, ეგეთი რაღაცები ამის გამო არ ხდება ხოლმე როგორც წესი თანამედროვე ეკონომიკებში. მაგრამ ხალხს უნდა რომ ფასები უკან ჩამოვიდეს, ხადია რა, რომ გაიზარდა ბაიდენის პერიოდში, რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელი რამდენიც უნდა ყოფილიყო, მაგდენი არ იყო, ბევრად მეტი იყო, ხალხს უნდა რომ უკან დაბრუნდეს რა, ფასები სადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეგ არ ხდება. და ეს ყველაფერი კოვიდზე იყო მიბმული, ამხელა ინფლაცია. კოვიდზე და კოვიდის შემდგომ რაღაც ხარჯვაზე ბევრი მომენტი არის, კი.
ანუ ამ ყველაფერზე არის მემული და ხალხს მოლოდინი ქონდა რომ ფასები უკან ჩამოვა, არ ჩამოვიდა ბაიდენის დროს, ხალხმა ბაიდენი გადაირჩია, გასაგებია, აღარ მოსწონდათ. ტრამპისგან მოლოდინი აქვს რომ ფასები უკან ჩამოვა, რა თქმა უნდა, არ ჩამოვა ფასები უკან. ტრამპი კი იძახდა რომ შეომცირებ ყველაფერს, არ შეამცირა, მაგრამ უარესი მომენტი რა არის აქ? ტრამპი გამოდის აწესებს ტარიფებს. ტარიფი რა არის? ტარიფი არის გადასახადი უცხოურ პროდუქციაზე. ანუ ავტომატურად უცხოური პროდუქტები ამერიკაში ძვირდება ნებისმიერი. ასევე ნებისმიერი კომპანია, რომელიც ამ უცხოურ პროდუქციას იყენებს რამე სხვა პროდუქციის გასაკეთებლად, იმის პროდუქტების გაძვირდება. ხო, მე თუ ლითონს ვყიდულობ რაღაცა ქვეყნიდან, არ ვიცი, ნორვეგიიდან თუ ლითონი შეომაქვს მე და ამას ვიყენებ რომ დავამზადო ჩემ კომპიუტერი ან რაიმე სხვა, ანუ მეც მიძვირდება ეს კომპიუტერი, ხო, გასაგებია. და ხა ეს ხო ყველა ეკონომისტი ამას იძახის რა, რთული არის რომ არ აღიარო რომ ტარიფები. მე არ ვიცი ეკონომისტი რომელიც ამბობს რომ სავაჭრო ომები კარგია. ხო, ნუ და ხა გამოდის ტრამპი ძალიან ამაყად აწესებს ტარიფებს მთელ მსოფლიოზე და ეკონომისტები იძახიან რომ ეს ფასებს უფრო მეტად გაზდის და ხალხი ამაზე გასაგებია უფრო მეტად ბრაზდება, იმიტომ რომ რავი შენ მოხვედი რომ ფასები შეგემცირებინე და ზრდი პირიქით და რამდენიმე მომენტი იყო ესეთი რა, აი ყველაზე უსიამოვნო რაღაც მარკეტინგული თვალსაზრისით, როცა ტრამპი გამოდის და ლაპარაკობს, რომ არ ჭირდებათ ხალხო რაღაც 40 თოჯინა ბავშვებისთვის, 4 თოჯინას გეყოფათ. რაც ახლა შეიძლება ვიღაცა მართლა იყოს 4 თოჯინა, მაგრამ ხო ამერიკის პრეზიდენტმა ეგეთი რაღაც არ უნდა გითხრას, რომ ბევრი რაღაც შენ არ ჭირდება, ცოტაც გეყოფა. ამის მოსვლა კაცმა, რომელმაც პრეზიდენტების მოსვლის შემდეგ პლუს მილიარდები დააგროვა ამ თავის ბიტკოინების ფირმით. ხო, ანუ ახლა ხალხს ეს ძალიან აღიზიანებს, როცა ეუბნებიან, რომ არა შენ არ ჭირდება ახლა ამდენი რაღაცა. რავი, ანუ მართლა სტალინი ხო არ ხარ რომ მითხრა რომ რა შეგჭირდება ორი ხურთუკი, ჯერ ყოველას ერთი უნდა გქონდეს. ანუ ეგეც ცოტა მიუღებელი იყო რა ადამიანებისთვის და ეკონომიკაზე, ამიტომაც ტრამპის რეიტინგი ძალიან სწრაფად დაეცა პირველ ნახევარში თავის ვადის უკვე. ამ ხრივ არ ველი ახლა დიადრო სიტუაცია შეიცვლება. არა იმიტომ რომ ეკონომიკა ცუდად არის ამერიკაში, არ არის. სიამოვნებაში ძალიან ნორმალურად არის სიტუაცია, რა როგორც ბაიდენის დროს იყო. რაღაც მაგრამ აქმა არის. კი, აქმა არის რომ საშინელებაა, იმიტომ რომ ფასები არის მაღალი და შენ ამას ვერ დაწევ დაბლა. და ერთ-ერთი იმიტომ რომ ხელფასებიც არის რიზრდება ფასების ზრდის იზრდება სიამოვნებაში. იზრდება, მაგრამ ხო, განცდა არის რომ ისე არიზრდება, რომ ეს გაზრდილი ფასების კომპენსირება მოხდეს. სიამოვნებაში ეგრეც იზრდება, მაგრამ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი არის რა. აქ ანუ რო შეხედოთ თქვენ რეალურ ხელფასებს, ანუ ინფლაციისთვის შესწორებულ ხელფასებს, მაღლა და მაღლა მიდის რა ამერიკაში დიდი ხანია, ბაიდენის დროსაც მაღლა მიდიოდა, მაგრამ ადამიანებს როგორი აღქმა აქვთ რა, რომ მე თუ ხელფასი გამეზარდა, ეს იმიტომ რომ მე ვიმუშავე კარგად და დავიმსახურე ხელფასი გამძლე. ჩემი ხელფასი გაზრდილიყო რა, ეს მომენტი გაქვს და თუ ფასები გაიზარდა, ეგ მთავრობის ბრალია. ანუ ადამიანი არასდროს არ უყურებს რა, იმის გამო რომ ინფლაცია იყო, ჩემი ხელფასი მეტად გაიზარდა და არა, ეგრე არავინ არ უყურებს რა. ეგ ამ მთავრობის ბრალი, ეს ჩემი დამსახურებაა. ავტომატურად ისე იყო ბაიდენის ბრალი და ახლა ტრამპის ბრალიც არის რომ ამას ვერ ასწორებს და ეგრე დარჩება ეჭვი მოხდეს. ხო, აი ხა ამ რეიტინგებს რომ შევყვეთ, აი რაში რა თემებში ჩამოვარდა ძალიან ეს მოწონება. მათ შორის თქო ემიგრაციასთან მისი ბრძოლა იყო მოწონებული თავიდან, თუმცა როგორც რა მეთოდებიც აირჩია, ძალიან ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი და ამაშიც დაბალი მოწონება აქვს, სადღაც ისიც 30-40%. რო გამოაკლო -2%-ზე ჩამოვიდა ამ წამს. ხო. აქ ყველაზე ხმაურიანი ამბავი იყო ამ ვენესუელელების გაგზავნა ელ-სალვადორის ციხეში, რომელთა ამ აბრეგო გარსიას. ხო. და არა, იქ იყვნენ ადამიანები, ეხლა 60 წუთმა გააკეთა მაგაზე სიუჟეტი, ძალიან დიდი სკანდალია, იმიტომ რომ CBS-ზე ეს სიუჟეტი დაიბლოკა. ლეგენდარული გადაცემის, რომელიც გავსი არაფერი არ ყოფილა, ძალიან დიდი სკანდალია, რო შეხვიდა TikTok-ზე და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, ყველგან ნახავთ ამ სიუჟეტს, რომელიც და წარწერით რასაკვირველია, რომ ტრამპმა დაბლოკა. და აქ მართლა ძალიან მძიმე სანახავია ეს სიუჟეტი, მე ვნახე, აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანებს, რომელსაც უბრალოდ ტატუ ჰქონდათ, არანაირი დანაშაულის რეკორდი არ ჰქონდათ, აი ეს ადამიანებს, ამ ადამიანებს უბრალოდ მოკიდეს ხელი და გააგზავნეს ჯოჯოხეთში, ელ-სალვადორის ციხე არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
და გარდა ამისა, ისეთი მასობრივი გრადირობა გამოდის ემიგრაციაზე, რომ მისი პრეზიდენტის ნათესავით აღმოჩნდა ბრაზილიელი ქალი, ამის მსხვერპლი და ძალიან ცუდი სანახავია. ანუ რა ხდება ამ მიმართულებით? ტრამპი როცა მოდის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ხო. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რო თვით მისი ლეგიტიმაციის არის იმიგრაცია. ბაიდენის დროს, ბევრი სასაზღვრო პრობლემა იყო და ჩვენ ხო ვიცით ახლა საქართველოში ნახევარი ქვეყანა ლაპარაკობდა, რომ ამერიკაში გადავალ მექსიკით რაღაც მე მგონი ლეგიტიმური იყო პრობლემა იყო. პარლამენტარის ძმაც მე მგონი წავიდა როგორც ვიცი ამერიკაში მექსიკის გავლით. ანუ საზღვარზე მართლა ბევრი ადამიანი გადადიოდა. ამიტომაც მოთხოვნა გაჩნდა ახლა ადამიანების დეპორტაციის. მაგრამ არათუ დეპორტაციის, სწრაფად დეპორტაციის. ახლა რაში არის საქმე? შენ ამერიკის ნაირი ქვეყანა რო ხარ, საჭიროა რომ ნებისმიერი ადამიანის დეპორტაცია თუ გინდა, უნდა წაყენოს სასამართლოში და ამტკიცო, რომ ის ამ ქვეყანაში ყოფნას არ იმსახურებს, რომ იმან მართლა კანონი დაარღვია, რომ ის აქ არარეგულარულად არის და მერე შექმნი დეპორტაცია. ახლა საქმე რაში არის, რასაც იძახი რესპუბლიკელები, ვენსი ყველაზე ხშირად ამას იძახის, რომ შემოდის ეს სასამართლოში ხო არ იმოშვება, რომ შემოვალ თუ არა რაღაც, არა, გადმოდის პირდაპირ საზღვარზე. ვენსი ამტკიცებს, რომ გადმოვიდა ქვეყანაში 10 მილიონი კაციო. ნუ სიმართლეც ალბათ არის, ალბათ გადავიდა 4 მილიონამდე მაქსიმუმ, მაგრამ ვენსი ამს 10 მილიონი გადმოვიდაო. ეხლა 10 მილიონს ხო შეუტარებთ სასამართლოს, რამდენი დრო დასჭირდება ამასო. ამიტომაც მოგვიწევს, რომ ცოტა ისე, როგორ ვთქვათ, გავახალტუროთ სასამართლო პროცესები და ისე დავადეპორტოთ. ანუ უბრალოდ მოვკიდოთ ხელი და გავუშვოთ სხვა ქვეყანაში. ესე სურდათ რომ გაეკეთებინათ. და ამიტომაც მიდის ICE, ანუ ამერიკის რაღაც საიმიგრაციო სერვისი რაც არის, რომელიც დეპორტაციებს ისკისრულობს. ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, რაღაც დიდ ქალაქებში მიდიან ადამიანებს პოულობენ, გამოყავთ პირდაპირ ხელით, აგდებთ თვითონავში და უშვებენ. და ნახევარი ამ ადამიანების მერე უკან ბრუნდება, იმიტომ რომ უცებ მიდიან რაღაც იურისტები სასამართლოში ეუბნებიან, რომ ეს და ეს არ შეიძლება დეპორტაციაზე, რაღაც კანონს არ ღვევს, ამა და ამ კანონს არ ღვევს. მოსამართლე იძახის, რომ დაბრუნეთ, თვითონ უკან ბრუნდება და ზოგჯერ უკან ვერ ბრუნდება, იმიტომ რომ უკვე ჩასულიერა ადამიანი ელსალვადორის ციხეში იქსოვენ და ტრამპი გამოდის ხოლმე და ეძახის, რომ მაგათ მე ვეღარ დავაბრუნებ. და ეს ხდება ამერიკაში სკანდალი. რომ ამათგან ზოგიერთი დეპორტაციას არ იმსახურებდა ლეგალურად. ყველაზე ცნობილი кейსი იყო აბრეგო გარსიას. როცა ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ამის დეპორტაცია შეცდომა იყო, უზნაეს სასამართლო ეუბნება ტრამპს, რომ უნდა ფასილიტაცია გაუწიო მის დაბრუნებას. ტრამპი ჯერ იძახის, რომ როგორ გაუწიო ხარ, რა ვქნა, იმ ქვეყანაშია, ხო არ ვაიძულებ წამოსვლას. რაღაც მუკელეს ხო არ დავაძალებ რომ გადმომცეს. გადის რაღაც 1-2 თვე და ბოლოს მართლა აბრუნებენ ამ ადამიანს, იმიტომ რომ რავი, უზენაეს სასამართლო რაღაც როგორ ჩანს ზეწოლას ახორციელებს. ბრუნდება ამერიკაში, მერე ისევ დეპორტაციას უპირებენ, სასამართლო იძახის, რომ არ შეიძლება, ნუ აი ესე შემდეგ რა, სასამართლოში ეს თემები ძალიან იწელება. მაგრამ ცნობილი ხდება ეს საკითხი არა იმით, რომ ტრამპი ასრულებს მის რაღაცა ფუნქციას, რითიც მოვიდა, რომ დეპორტაცია იმიგრანტების. ამეთ ცნობილი ხდება ეს ყველაფერი იმით, რომ ძალიან არახუმანურად ექცევიან იმიგრანტებს. რის გამოც ძალიან ცუდი სანახავია. პატარა ბავშვებს აშორებენ დედებს და აი რაღაცა მძიმე სანახაობაა. კი, ანუ ადამიანები ქუჩიდან პირდაპირ როგორ გამოყავთ, ვიღაც მანქანიდან როგორ ტენიან, როცა ბავშვი გვერდზე ყავს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი სცენები არის. ხო, ქართველები ძალიან შეშინებულები არიან. კი, ანუ რამდენადაც ვიცი ქართველი ემიგრანტები. იმის გამო რომ ძალიან სერიოზული პრობლემები. ხო. ალბათ მაინც ნაკლებად, იმიტომ რომ აი როგორ მუშაობს ეს ამერიკაში, რა რომ შენ თუ ახლა გავხარ უცხოელს დიდი შანსია რომ მაშინ მოგიშოვოთ. ქართველი მაინც რაღაც თეთკანიანია, რაღაც უფრო დიდი შანსია რომ გადარჩეს, როგორც წესი. მაგრამ ნუ იმის გამო რომ ტრამპი ამ თემით მოვიდა, ნათქვამი ჰქონდა დეპორტაციას უპირებდა უმრავ ადამიანს, მაინც მისი ყველაზე პოპულარული თემა არის იმიგრაცია. ანუ აი რეიტინგების რომ ნახოთ რა, მაგრამ ესეც უკვე უარყოფითი რეიტინგი არის რა. ანუ მე დადებითი აღარაფერში აღარა. ესე საკითხი ყველაფერში არის მინუსი, მათ შორის უკრაინასთან ურთიერთობაში არის მინუსი, ოდნავ გვიან გადავალთ იმაზე, იმიტომ რომ მინდა რომ ეს შიდა თემები მთლიანად ამოვწუროთ, მთლიანად ვერ ამოვწურავთ, მაგრამ რაღაც გარკვეულწილად მაინც ბოლომდე შევეხოთ. აი კიდე ერთი ძალიან დიდი სკანდალებს მინდა შევეხო, სწრაფად. დიდი სკანდალი ვენესუელასთან დაკავშირებით, რომელიც უტოლდება ომის დანაშაულს, როდესაც შეუიარაღებელი ხალხი კარიბის ზღვაში ჩაცხრილეს და ეს პირდაპირ თავდაცვის მინისტრის პასუხისგებლობად განიხილება და შეიძლება მისი იმპიჩმენტიც მოხდეს. ძალიან დიდი სკანდალი იყო ამასთან დაკავშირებით.
კი, უცებ გავივლი ახლა. ესე იგი, როგორც ვთქვით, ვენესუელაში ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა რო აშკარად მადუროს მოშორება უნდათ. ახლა აღარ მალავენ, მე მგონი, მეტყლებად ამას პირდაპირ იძახიან, უბრალოდ ჯერჯერობით არა სამაღაც პირდაპირ არ ერევიან ფიზიკურად ადგილას. მაგრამ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? დაიწყო იმით, რომ მიდიის ამერიკული გემები მიდიან და ვენესუელური გემები ზირავენ. და ეძახიან, რომ ესენი იყვნენ ნარკოტრაფიკერები, ამათ ქონდათ ფენტანილი, ეს ფენტანილი ამერიკაში უნდა შემოეტანა და აქ ხალხი მოკუდებოდა ამით. და ამით ტრამპი ამას ამართლებს, რომ მე კი არ ვებრძვი რაღაც ეს არც ომი არ არის, არც არაფერი არასდროს არ ვაკეთებ, უბრალოდ ნარკოტრაფიკერებს ვებრძვი და მის უფლება მაქვს. ბევრი რესპუბლიკელი მათ შორის დემოკრატები მით უმეტეს გამოდიან და იძახიან, რომ არა კაცო, არ შეგიძლია შენ ჩვენი ნებართვის გარეშე რომ მოკლო უბრალოდ ადამიანები ეგ ომის გამოცხადება ასე შემდეგ. მაგრამ სკანდალი ხდება ერთ-ერთი გემის кейსი, როცა ვიდეო აქვს პენტაგონს და ერთ-ერთ გემს შეუტიეს, იქ ადამიანები დანებდნენ პირველი დარტყმის შემდეგ, მაგრამ გაიცა ბრძანება და მეორე დაბომბეს და ჩაძირეს და ყველა ადამიანი იქ მოკვდა. ეს ითვლება, რომ ადამიანი დაგნებდება და შენ მას მაინც კლავ, ითვლება, რომ ომის დანაშაულია. არის ზეწოლა პენტაგონზე, რომ გამოაქვეყნონ ეს ვიდეო და პენტაგონი იძახის, რომ არ გამოაქვეყნებ. ტრამპმა რაღაც მომენტში თქვა, რომ ვიზავთო, მაგრამ ნუ ეს ისე თქვა რა, რაღაც ლაპარაკს მოყვა და მე რომ მივიდა, ნახა, ალბათ თქვა, რომ არა, ამას არ ვაპირებთ. გამორჩეულად დიდი პრობლემა გახდა ეს საერთაშორისო, როგორ ვქვი, სისხლის სამართლის სასამართლოს გამო. უმოст ამერიკა არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ მას ამერიკის გარეთ გავლენა აქვს. და აი ნიუსი რო შეხვდებოდათ ალბათ რომ ქართული მოსამართლე დაასანქციერა ამერიკამო, ამასთან კავშირში იყო, იმიტომ რომ ეშინია ზოგს ადმინისტრაციაში, რომ როცა დასრულდება ეს ვადა, შეიძლება ICC, ანუ ამ სასამართლომ თქვას, რომ ომის დანაშაულები ჩაიდინეთ თქვენ და მოკლედ ამაში დამნაშავე ხართ და აღარ მიგესულებათ საჩვენი იურისდიქცია რაღაც ევროპაში შეიძლება აღარ მიგესულებოდეს და ნუ as Hicks-ს ამერიკის ანუ ომის მინისტრს ეს ხადია რომ არ უნდა რა არც ერთ ადამიანს არ უნდა ამიტომ ზეწოლას ეწყობენ ახლა ICC-ზე ამის გამო და სურთ რომ რაღაცნაირი აუცი გამონაკლისი მიიღონ რომ არ შეეხოთ მათ. ნუ ესეც გახდა სკანდალის საკითხი. კარგი, ეს ერთი კიდევ საინტერესო სკანდალი სუზი ვაის ეხება, რომელიც არის ადმინისტრაციის უფროსი და რკინის ლედის ეძახიან ყველაზე გავლენიან ქალს ტრამპის კარზე და ამ ქალმა მისცა Vanity Fair's ინტერვიუ და რამდენიმე ინტერვიუ მისცა. წლის განმავლობაში და მოკლედ გამოქვეყნდა ეს ინტერვიუ, სადაც ის გულახდილად ლაპარაკობდა სხვადასხვა ადამიანზე, სიტუაციაზე, მათ შორის ტრამპზე და თქვა, რომ ტრამპს აქვს ალკოჰოლური ხასიათი, ალკოჰოლიკის ხასიათი. მამისი იყო αλკოჰოლიკი ამ ქალის და მის აქციელს ადარებს, რომ აი როგორც ის იქცეოდა ხოლმე უცებს. მანიცის ხო რაღაცის ამოჩემება დარწმუნებულია, რომ თემას რომელსაც ამოიჩემეს ბოლომდე მიიყვას და წარმატებას მიაღწევს ამ მიმართულებით. ნუ ვენსე თქვა, რომ ის არის შეთქმულების თეორიების მოყვარული და მასკზე რომელიც გამორჩეულად არ უყვარს, თქვა რომ ის არის კეტამეზე დამოკიდებული უსაქციელო ნარკომანი. მოკლედ და ყველა იყო გაოცებული, იმიტომ რომ აი რაღაცა ყველაზე გავლენიანმა ქალმა ტრამპის კარზე თქვა ის, რასაც ვერავინ ვერ ამბობს მისი ადმინისტრაციის შიგნიდან და პრინციპში არც არაფერი სუზი ვაილს არაფერი აბსოლუტურად არაფერი ტრამპმა თქვა რომ კიო მაქო მე მეუბნებიანო რომ ალკოჰოლს მართლა არ ეკარება მაგრამ მეუბნებიან რომ ალკოჰოლიკის ხასიათი მაქვს იმიტომ რომ ესეთი ამოჩემები მაქვს და ესეთი კომენტარი გააკეთა ნუ ვენსმა თქვა რომ მე ის მხოლოდ ის თეორიები მჯერა კონსპირაციების რომელიც სიმართლეა იმის კომენტარი არ ვიცით მასკის სხვათა შორის რა აი ხო ეს მასკი წავიდა დიდი სკანდალით ეხლა ისევ გამოჩნდა პლუს ყველაზე მეტად რაშიც ადანაშაულებენ ეხლა ყველაფერთან ერთად ტრამპს არის რომ მან თავის გარშემოს მილიარდერები შემოიკრიბა მე მგონი ზოგადად ნებისმიერ ფულიან ადამიანთან ტრამპის დამოკიდებულება არის რომ მათ იყენებს ყველაზე კაფეო ალბათ არის აი ვახსენეთ ძალიან ბუნდოვნად მაგრამ ტრამპმა შექმნა როცა მოიგო არჩევნები კრიპტოვალუტა
და ეგეთი რაღაცა გააკეთა, რომ თუ რაღაცა რაოდენობას იყიდი ამ კრიპტოვალუტის, მე შეგიძლია ტრამპთან ერთად სადილზე მისულიყავი. გადასარევი ბიზნესია. ანუ ხმუამი რა არის რა, ტრამპს ძალიან უყვარს საჩუქრები, ფული, ხო, რა, მილიარდერი, ნიუ-იორკერი მილიარდერია ხა, ფული ვის არ უყვარს, მაგრამ მათ მით უმეტეს უყვართ რა. არის უბრალოდ გზა, რითიც მას დაუახლოვდები. რამდენიმე მაგალითი ყოფილა, ტრამპი ყვება, რომ აი მე მილიარდელს ფული დავადებინე ამაში. და ამით ძალიან ამაყობს ხოლმე. მაგალითად, როცა იყო არ შევხვებივართ ამას, მაგრამ შატდაუნი როცა მოხდა ამერიკაში, როცა მთავრობა გაჩერდა რაღაც თვეზე მეტი ხო მე მგონი. მაგ მომენტში ტრამპი ამაყობდა, რომ აი ერთი ჩემი მილიარდერი მეგობარი ფულს დებს, რომ ჩვენ ჯარისკაცებს ხალხასები უხადოთ და მე დემოკრატების ფული არ მჭირდება და კონგრესის ფული არ მჭირდება, აი მე ვიშოვე ეს ფული. ასევე აკეთებს ახლა ტრამპი ეგრეთ წოდებულ ტრამპის ანგარიშებს, რაც არის რომ ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ახლა რამდენიმე მომდენო წელიწადში დაიბადება, ბანკის ანგარიში შეექმნება, რომელსაც ქვია ტრამპის ანგარიში. ამაში ფულს დებს მაიკლ დელი და კიდე რამდენიმე მილიარდერია, სახელი დამავიწყდა. კი, რამდენიმე მილიარდერი ამაში ფულს დებს, რომ აი ამერიკელი ბავშვობიდან იწყებს 1000 რაღაც $2000 და ეს მერე პროცენტით გაიზრდება და როცა დაკაცდება რაღაცა ფული ექნება და ექნება ტრამპის სახელი ედება ამ ანგარიშსაც. და ჩემს სახელზე ბიზი შევ. კი, ზუსტად ესეც ხდება. და ნუ ზოგადად მეგონი, აი მასკის მაგალითზე მეგონი გამოჩნდა რა, ტრამპი მილიარდერებს იყენებს. ახლაც უბრალოდ იყენებს რაღაცეებში ალბათ მე დაეხმარება და ყველაზე მკაფიო როჩიც დაეხმარება ეს არის ტარიფები. პირდაპირ ძალაუფლება პრეზიდენტს რო ესე მილიარდერს რაღაცა დაეხმაროს არ აქვს ხოლმე, მაგრამ ტარიფებს აწესებს ტრამპი და ტარიფებზე ასევე გამონაკლისებს აწესებს ტრამპი. თუმცა შენ თუ ხარ Tim Cook-ენ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი და გჭირდება შენ გამონაკლისი, რომ შენ რაღაც პროდუქტებს შემოიტან, iPhone-ებს რო დაამზადებ, შინაში დაგშემოიტან, ტარიფი არ შეეხოს, მიდიხარ ტრამპთან. ანუ ისეთ ურთიერთობებით ჩამოყალიბდა, რომელიც მანამდე საერთოდ არ იყო მიღებული, ხო? იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური კორუფციის ძალიან მკაფიო მაგალითები. კი, და ნუ ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ აქამდე სულ თავიდან რომ ვახსენებ. ეს მაგას მოწონს? იმიტომ რომ მაგა ზუსტად ამის წინააღმდეგ არის. ყურადღებას არ აქცევს. მე რასაც უყურებ, წესით არ უნდა მოსწონდეს შეიძლება, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. მაგრამ აი უცებ იმას დაუკავშირებ რა, იმიტომ რომ ისევ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ცხოვრებაშიც ბევრ ქვეყანაზე დავაფიქსირებთ ეგეთ რაღაცებს, საქართველოშიც ბევრჯერ ყოფილა, რომ ხშირად დემოკრატიებში არის რაღაცა წესები, გამონაკლისები, რომ აი ხრელები რომ ეს შეგიძლია ქნა და ბევრი ვერ ხვდება ხოლმე რომ ხრელები არსებობს, მაგრამ ვიღაცა რომ დამუღმებს, უცებ ბევრად მეტი რაღაცა შეუძლიათ ქნან, მოდი აქამდე შეეძლოთ რა, ტრამპით მაგას შვება. ტარიფები დავაწესე, ეხლა მე შემელი ვისაც მინდა გამონაკლისი მივცე. და ეგრე ძალიან დიდი ძალაუფლება და ამით შემეძლია რომ კი ვისარგებლო მე და გავაკეთო ტრამპის ანგარიშები და კენდის ცენტრს ჩემი სახელი დავაწერო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დამატებითი ძალაუფლება ვიშოვე, რაც აქამდე არ მქონდა. ასევე მისი ორი სკანდალური განცხადება მინდა გავიხსენო. ერთი, რომელიც თქვა, რომ აი ეს დემოკრატი სენატორები უნდა სიკვდილით დავსაჯოთ, ვინც თქვა რომ მოუწოდა ჯარისკაცებს რომ არალეგიტიმური ბრძანება არაკანონიერი ბრძანება არ შეასრულონ. მოდი ჯერ ეს ვთქვათ და მეორე ძალიან ტრაგიკულ ამბავს ძალიან ცუდად გამოეხმაურა. კი ბატონო. როცა ეს დარტყმები ხორციელდებოდა ვენესუელურ გემებზე და ეს დავა იყო ეს არის თუ არა კანონიერი, რამდენიმე დემოკრატმა სენატორი, რომლებიც იყვნენ ვეტერანები, ანუ რაღაც ჯარში იყვნენ დამყოფები, ჩაწერეს ვიდეო და თქვეს რომ არაკანონიერ ბრძანებებს შეგიძლიათ არ დაემორჩილოთ. ანუ ვერავინ ვერ დაგжит თუ თქვენ არაკანონიერ ბრძანებას არ დაემორჩილეთ, იმიტომ რომ სასამართლოში წახვალთ, გასაჩვენებთ მოიგებთ და კანონით ეგრეა რომ არ უნდა დაემორჩილო რა, ამერიკაში წესით ეგრე არის. ეს ვიდეო ჩაწერეს და ტრამპი გამოდიოდა ეძახის რომ ეს ადამიანები სიკვდილით დასჯას ემსახურებენ. მე ეს ვიღაცებმა დაგმეს, თქვეს რომ არ იგულისხმა კაცო ტრამპმა ეგ რაღაც სხვა რაღაც იგულისხმა. ბევრმა ამათი საუბარი უფრო მეტად დაგმორო, როგორ გაბედეს რომ არ დაემორჩილონ ჯარისკაცები ბრძანებებს ეგეთი რაღაც თქვესო და ნუ სკანდალი აიწია. ეს ხალხს ნახდად არ ესემონა. მეორე უფრო პოპკულტურით საკითხი არის, მაგრამ ნუ მე მგონი ეს უფრო უსიამოვნო იყო ბევრისთვის ვიდრე ის საკითხი რომელიც ვახსენეთ. რობ რაინერი რო გარდაიცვალა, ცოტა ხნის წინ. უთხრათ ამსაც ვინ იყო რობ რაინერი? რობ რაინერი არის ცნობილი ამერიკელი რეჟისორი. ჩემი საყვარელი ფილმი მისი გადაღებულია, პრინცეს ბრაიდი არის მისი გადაღებული და კიდე ვენ ჰერი მეც სალი და კიდე რამდენიმე კარგი ფილმი. როცა ჰარი შეხვდა სალის არის ჩვენი ბავშვობის საყვარელი ფილმი. კი ბატონო. და ძალიან დიდი ფიგურა ჰოლივუდში კი. კი, შიაკაგოს უნივერსიტეტში არის მაგ ფილმის პირველი სცენა. მაგრამ ნუ სადროს უნივერსიტეტში. კი.
და ნუ რობ რაინერი იყო ძალიან ცნობილი ფიგურა ჰოლივუდში და ტრამპი ძალიან არ უყვარდა. ისევ როგორც ჰოლივუდის ძალიან ბევრ 90%-ს, კი. ტრამპი სუბტარობადგა. ხშირად აკრიტიკებდა ტრამპი, როცა გარდაიცვალა რობ რაინერი, ტრამპი იწყებს მასზე წერას და რობ რაინერი, რომელიც ადრე კარგ ფილმებს აკეთებდა და მერე აღარ აკეთებდა, ტრამპის სიძულვილის გამო გარდაიცვალა რაღაც ესეც წერს, რომ იმის გამო რომ მე ვძულდი მას, ამის გამო მოუვიდა მას, რაც მოუვიდა. ხო მართლა არ ძამძიმე. აი მაიკ ჯონსონი რომელიც არის სპიკერი კონგრესის, აი ამ სენატორების განცხადებაზე მაგალითად სენატორები დაგმოდა ტრამპი არა. და ამაზე რო კითხეს რო ბრაინერტზე რაც თქვა ტრამპმა, ბოლდეს რაღაცა მოგუშულმა შეხედა კამერას და მე ეგრე არ დავწერდიო. და მოკლედ ეს ყველაფერი რო შევაჯამოთ, ახლა რატომ მინდოდა ამის ჩამოთო, ჯერ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბები იყო. ამის შედეგი არის ის, რომ დემოკრატებმა მოიგეს ორ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი გახდა სრულიად ახალი და ახალგაზრდა კაცი, რომელმაც აი TikTok-ით მოიგო და ნიუ-იორკის მერის არჩევნები და მამდამი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ხა ვიღაცა შეიძლება საერთოდ არ მოწონდეს მისი ხედვა, ჯერ არ ვიცით როგორ ჩამოყალიბდება ის საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ის რომ წარმოუდგენლად ნიჭიერად ჩაატარეს კამპანია, ეს უდავოა და ასევე კიდევ ერთი შტატის გუბერნატორი გახდა დემოკრატი. ხო, ნიუ-ჯერსიშიც და ვირჯინიაშიც. ხო, ვირჯინიაშიც და ნიუ-ჯერსიშიც. და მოდის შუალედური არჩევნები და აქამდე რესპუბლიკური პარტია იყო მძევალი ტრამპის პოპულარობის. ამიტომ მის წინააღმდეგ ვერ მიდიოდა, რაც არ უნდა ძიმე განცხადება გაეკეთებინა ტრამპს, ვერავინ ვერ აკრიტიკებდა მას და იყო უჩვეულო, ასე ვთქვათ, ლოიალურობა მის მიმართ, რაც არ ახასიათებდათ აქამდე ამერიკელ პოლიტიკოსებს, ხო? იყო რაღაცნაირად ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქებადიდება და დამოკიდებულება ტრამპის მიმართ. და ეხლა როგორც მიმოხილვეები ამბობენ, ეს შეიძლება დრამატულად შეიცვალოს. ახლა რა ხდება? ესე იგი, მოდის გაიცათ შუალედური არჩევნები ამერიკაში და როგორც ვახსენეთ, დემოკრატებმა რამდენიმე რაღაცა მოიგეს ახლა. როგორც ასე რამდენიმე არჩევნები ჩატარდა ცოტა ხნის წინ და დემოკრატებმა ყველაფერში სათავისო შედეგი დადეს. ყველაფერი დიდი უპირატესობით მოიგეს, რაც უნდა მოეგოთ. მოიგეს როგორც ძალიან მემარცხენე კანდიდატებით, მაგალითად ზოჰრან მანდანით ნიუ-იორკში, ასე უფრო ზომიერი ტიპებითაც მოიგეს. ამის მერეც იყო ერთი არჩევნები, ვიხსენებ ზუსტად უფრო რესპუბლიკურ შტატში, რომელშიც წესით რესპუბლიკელებს უნდა მოიგოთ აი ესე 30%-ით. რა ტრამპმა მოიგო შარშან ეგ შტატი, მაგ შტატში ეგ ოლქი 20 რაღაცა 5 თუ 30%-ით. ახლა მოიგეს მარტო 5%-ით. ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის ახლა დემოკრატების სასარგებლოდ. ხო, ამ ერთი წლის შემდეგ. კი, ის მიუხედავად რომ დემოკრატების როგორც პარტიის რეიტინგი ძალიან დაბალია, მაინც ხალხი ამათ აძლევს ხმას, იმიტომ რომ რაღაც აგრესია აქვს აშკარად ადმინისტრაციის მიმართ. ამის ფონზე რა ხდება? შენ თუ უფრო ზომიერი რესპუბლიკელი ხარ შარში, იმიტომ რომ ან ტრამპი უნდა გააკრიტიკო და როცა კენჭს იყრე უნდა თქვა რომ მე ამას ხარს არ უჭერ და ამისკენ არ ვარ, მაგრამ მაგას თუ ვიზავ შენ ვერ მოიგებ პრაიმერის. მაჟორიტი ელორგენი მათ შორის იმიტომ აღარ იყრის კენჭს, რომ ტრამპი გამოვიდა და თქვა რომ მე მაგას პრაიმერისში ხარს აღარ დავუჭერ. და ეს ხდება რომ მაშინ პრაიმერის ვერ მოიგებს. რესპუბლიკური პარტიის შიგნით ამ მომრჩევლებში ტრამპი მაინც ახლა უმრავლესობის აზრს აკონტროლებს რა ყველა ვარიანტში. უმრავლესობა ტრამპის აზრზე იქნება. თუ ტრამპი იტყვის რომ მე შენ მხარს არ გიჭერ პრაიმერისში, შენ პრაიმერის ვერ მოიგებ. შესაბამისად, შენ თუ ზომიერი რესპუბლიკელი ხარ, არჩევანი გაქვს ესე რომ ან დაუჭერო მხარი ტრამპს და წააგო მერე შენ ოლქში, იმიტომ რომ აქ უფრო დემოკრატო ოლქი არის, ან კიდევ არ დაუჭირო ტრამპს მხარი და მაშინ წააგო პრაიმერისი. ნუ არჩევანი გეცლება. და ბევრი ადამიანი ამიტომაც ეძახის რომ ხო არა, ნუ რა არის. საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას. ხო, ეხლა რატომ უნდა წავაგო არაფრის გულისთვის? ხო, რატომ უნდა დავხარჯო მაგაში ფული? პარტიაში ეს გარდაქმნა და ნუ აი გაისად ამ წამს ეგეთი პერიოდი ჩანს,
რომ დემოკრატები რაღაცა დიდი შეირყა, ხო? ანუ ამ ტრამპის პოპულარობის თვალსაზრისით თვითონ პარტიაშიც რაღაცა ბზარები გაჩნდა და თავიდან ხომით და რაღაც სამოქალაქო მიარი პარტიაში კი. ხო, ანუ არა, ხო, და ტრამპს ეხება ეს, იმიტომ რომ ტრამპი იყო ცენტრალური ფიგურა, მის გარშემო ტრიალებდა ყველაფერი და ეხლა შეიძლება სხვანაირად გადაწყობა მოხდეს. კი, კითხადია, მოდი, კაი, ამას შევეხოთ, იმიტომ რომ მოდი 20-28-ზე ვიტყვი მაშინ უცებ და ამას შევეხები, იმიტომ რომ ახლა ეს ამერიკა ავტოკრატია არ არის და არც რესპუბლიკური პარტია ავტოკრატია არ არის, მაგრამ აი ავტოკრატიების მაგალითზე ხო ამას ძალიან მარტივად ხედავთ ხოლმე რა, ისტორიაში რაღაცა სტალინი რო გარდაიცვლება, შემდგომ უცებ საბჭოთა კავშირში ვინ რას აკეთებს არავინ არ იცის, ბერია ხო, მაგრამ დაგმობა იწყება სტალინს. არა, დაგმობა ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ყველა ერთმანეთს ხოცავს. ანუ ძალაუფლების მქონე ფიგურა, როცა თამაშს ტოვებს, მაშინ უცებ ვაკუუმი არის და ვინ შეავსებს არავინ არ იცის და ყველა ერთმანეთს ხოცავს. ყოველთვის ეგრე მუშაობს. ტრამპი 28-ში კენჭს არ იყრეს, ახლა ზოგჯერ ამაზე გადაობს, რაღაც ისე ლაპარაკობს, მაგრამ დიდი ალბათობით. ნუ ასაკიც ესეთი. ხო, ასაკი ხალხს არ უწყობს, ანუ პოლიტიკაში დიდხანს ვეღარ დარჩება ვერცეთ ვარიანტში. და როცა მეფე ტოვებს რაღაცა ტახტს, შემდგომ მინავა ამ ტახტზე გაურკვეველი ამბავია რა და რესპუბლიკელებში სერიოზული დავა, იმიტომ რომ ესე ძველი ყაიდის რესპუბლიკელებს, მიჩმიკონელებს, რუბიოებს, ეგეთებს უფრო ზომიერებს, ვაჭრობა ძალიან უყვართ, დასავლეთი, ევროპა უყვართ, ნატო მოსწონთ, უკრაინას ხარს უჭერენ. იმათ საერთოდ სხვა პოზიცია აქვთ. მერე არის უფრო აი ვენსის ფრთა, რომელიც არის უფრო იზოლაციონისტური. ფიქრობს, რომ ამერიკა რაღაც შიგნით უნდა ჩაიკეტოს უფრო მეტად, იმიგრანტები არ გვინდა, ვაჭრობა ნაკლებად გვინდა, უკრაინა არ გვინდა. ეს მეორე ფრთა არის, რომელსაც მასკი უჭერს მხარს ნაწილობრივ. და კიდე მესამე ფრთა არის, რომელიც ახლა ძლიერდება ამ ყველაზე რადიკალი რასისტების და ფუენტესის ფრთა, რომელიც იძახის, რომ ჩვენთვის ვენსიც თეთრკანიანების მოღლატია, იმიტომ რომ რაღაც ინდუელი ცოლი ყავს. და ნუ ეს ფრთები ახლა ერთმანეთს აპირებს, რომ დაეჯახოს და 2028 რაღაც თვალსაზრისით ნუ აი ალბათ ვენსი მოიგებს მან პრაიმერის, მაგრამ დარწმუნებული. აი, შენი აზრი მაინტერესებს, აი ვენსთან დაკავშირებით მე არა მაქვს ჩამოყალიბებული აზრი. ერთი ამბობს, რომ არაფერი ეგ ტრამპის შემდეგ არაფერი აღარ იქნება და მეორე ამბობს, რომ კი, ეგ არის საშიში ძალა. რომ კი, მაგას ეგ უფრო საშიშია ვიდრე ტრამპი. ვისთვის როგორ გააჩნია? მე როგორ ფიქრობ? მოდი საქართველოს მაგალითზე ვიტყვი. იმიტომ რომ ამაზე ხშირად ვფიქრობ. მე მგონია, რომ აი მოკლედ კონცეფტის არ იყოს, მე მგონი კონცეფტზე მეც ომზე მე ვფიქრობ. ხო და აი როგორ აგიხსნათ რა, ამ წამს ესეთი სიტუაცია რო არის და რისკები რო არის, რომ შეიძლება რაღაც უკრაინის სიტუაცია თუნდაც წავიდეს, ასე შემდეგ აშკარად არის შანსი, რომ საქართველოს ანექსიაც ოდესმე მოხდეს, ხო? მაგას ყველანი ალბათ ვიაზრებთ. აი, მე მგონი თუ ვენსი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ეგ შანსები ალბათ გაორმაგდება რა. ეხლა თუ არის რაღაცა, არ ვიცი. ვიც როგორ გონია, არ ვიცი, მაგრამ ეხლა თუ ვიღაცას გონია, რომ არის რაღაც 25%, მე მინიმუმ 50-50-ზე იქნება. ესე უყურებ მე და ნუ, იმიტომ რომ ტრამპს კიდე სხვანაირი ხედვები აქვს ბევრ საკითხზე და ეგო აწუხებს მაგათ უკრაინასთან მიმართებით, არ უნდა რომ იქ წააგოს, ასე გამოჩნდეს. ვენს არ აინტერესებს. ანუ ვენსისთვის ფუნდამენტურად ვენსი ხო როგორც ოპორტუნისტი, ისეა ცნობილი. რა ნუ ვენსი იყო კაცი, რომელიც აძაგებდა ტრამპს, მას საშინელებებს ამბობდა, ჰიტლერს ადარებდა და ასე შემდეგ და მერე უცებ გახდა ტრამპისტი და ტრამპის მაქებარი. ანუ ხო, სოჟერ სუზი ვაილსმა ეთქვა, რომ ხო, ეს ოპორტუნისტია, საშინელი ოპორტუნისტიაო. ანუ თუ ოპორტუნისტია, ოპორტუნიზმი ნიშნავს იმას, რომ არ აქვს რაღაცა მკაფიო რწმენა, რაღაც მიმართულებით და შეუძლია ადაპტაცია ისეთ რეალობასთან, რომელიც მისთვის ისეთი ადაპტაცია რეალობასთან, რომელიც მისთვის მომგებიანი იქნება. კი, ჩაუღმავდეთ თემას თუ მოკლედ შევეცადა. ხო, ნუ რადგან სხვა თემებიც გვაქვს, საინტერესოა ეს თემა ძალიან მაინტერესებს. კი, შევეცდები შედარებით მოკლედ. კი ბატონო, ვენსი ოპორტუნისტი არის ამ თვალსაზრისით, მაგრამ ეგ არნიშნავს საკუთარი ხედვები არ აქვს. ახლა პრეზიდენტი თუ გახდი ამერიკის, მერე უკვე შეგიძლია საკუთარი ხედვები გაატარო. და მისი ხედვები, მე მგონი დიად არ შეცვლილა, მისი ხედვები არის რომ არ აინტერესებს უკრაინა, პირდაპირ იძახის ხოლმე ამას, ამაყობდა იმით, რომ არ რა თქვა, მიაქვს წინასააღმდეგო, რომ უკრაინები მე რო დამერეკონ, მათ მე არ უპასუხებ. ეს პოზიცია აქვს. ეს ერთი, მეორე. ტარიფები გონია მას კარგი. გონია, რომ ეკონომისტები ტარიფებთან დაკავშირებით ცდებიან.
და რომ სიამდვილეში რაღაც ტარიფები რო ქონოდა, არ მოხდებოდა ეს ყველაფერი ცუდი, რაც მოხდა მის ოჰაიოში. მის ოჰაიოში ეს ტრამვა აქ აი სწორედ მესამე ვენცი თითქმის ყველა ინდუსტრიული რეგიონიდან. კი, ვენცი თითქმის ყველა მის სპიჩში აი როცა რაღაცაზე კითხავენ, თითქმის ყველაფერს უკავშირებს იმიგრანტებს და რომ ამდენი იმიგრანტი რო შემოუშვით, ერის რაღაცა ის რო შევცვალეთ, სახე რო შევცვალეთ. არა და ცოლი იმიგრანტი ყავს. კი, ზუსტად. ეს აი ცალკე აბსურდია, მაგრამ ყველგან ეს ლაპარაკობს. მეოთხე ბარემ ყველაზე მეტად რაშიც ალბათ ჩანს ეს გულწრფელობა მისი იზოლაციონისტური დამოკიდებულებით. ეს არის სიგნალის სკანდალი როცა იყო. ანუ როცა დაილიქა საუბარი, რომელიც ჰქონდა ვენს, მაშინ მაიკ ვოლს, უშუალოდ საბჭოს დივანს და კიდევ რამდენიმე ადამიანს. იემენის სკანდალი. და იემენის ხო, აი ეს ჰუსიტების დაბომბვაზე საუბრობდნენ. მაშინ ვენს ეგეთ რაღაცას წერს, რომ აი არ მინდა რომ ისევ ევროპელებს ჩვენ დავეხმაროთ და რაღაც მაგათ ჩვენ უშველოთ და ჩვენ ხარჯზე გადარჩნენ. და ანუ ეგ ხო არ იცოდა ვენს მნახდა რომ ეს საჯარო იქნებოდა ეს ამბავი. მან გულწრფელად საუბრობდა საკუთარ ხედვაზე რა, საკითხის შესახებ და ახლა ბევრმა გააკრიტიკა ეს ამაზე, მაგრამ ვენცის დამოკიდებულება აქ რა იყო? ის კი არ იყო რომ ევროპელები ჩვენი მოკავშირეები არიან და რომ ვეხმარებით გვაწყობს. დამოკიდებულება იყო რომ აუ ამას რატო შვებით ჩვენ რა გვინდა ეს საერთოდ რა. არა და ამერიკასაც აწყობს ეს ამბავი. ევროპასაც აწყობს და მესამე რავი, ამერიკა თუ რაღაც გავიდა რეგიონიდან, გასაგებია რომ სხვა ქვეყანა შემოვა რეგიონში, მაგალითად ჩინეთი და ის უფრო გავლენიანი იქნება. ანუ ვენსი მგონი თავის იზოლაციონიზმში მეტაკლებად უცვლელია რა. კი ბატონო და მაშინ 28 ანუ მოკლედ რო შევეხოთ ამ შუალედურ არჩევნებში თუ რესპუბლიკურმა პარტიამ დიდი მარცხი განიცადა, ეს რაზე აისახება? 28-ში აი მე მგონია რომ ვერ განახორციელებენ მსვლელობებს საჭირო იქნება. წესით რაში უნდა აისახოს, ლოგიკურად უნდა აისახოს იმაში, რომ 28-ში ვენსმარა და სხვა მოიგოს პრაიმერისი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა არაპოპულარული ვიცე-პრეზიდენტი, იმიტომ რომ ტრამპთან არის მიბმული და რაღაც ეს იქნებოდა ლოგიკური, მაგრამ ალბათ ეს ვერ მოხდება. ანუ რა პრობლემაა რა, რომ ანუ რუბიოს ვენსი აჯობებს? პრაიმერისში კი, აუცილებლად. ამ ახალ რესპუბლიკურ პარტიაში რუბიოს ხარდაჭერა ვერ ექნება, იმიტომ რომ რუბიო ითვლება ძველი რესპუბლიკური ნეოკონად, აგრესიულად და ასე შემდეგ რა. ანუ რომ აი შენ რაღაცა ესტაბლიშმენტის ნაწილი ხარ, ეს არის დამოკიდებულება რუბიოს მიმართ. და ერთი კითხვა მაშინ აქვე მაინტერესებს. ეხლა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსამი არის ყველაზე პოპულარული, ანუ ძალიან გაუსწრო სხვა კანდიდატებს და ძალიან კარგი რამე თქვა მასე ეზრა კლაინმა, რაც ჩვენი პოლიტიკოსებისთვისაც გასათვალისწინებელია. მან თქვა, რომ ნიუსამი არ ერიდება ექსპერიმენტებს, არ ეშინია გაბედული ნაბიჯების, არ ეშინია ვიღაცებთან, აი ვთქვათ მაგალითად ტაკერ კარლსონთან თუ ასეთ ტიპებთან მისულა პოდკასტებში, ყველაზე ესე დიდ იდეოლოგიურ მტრებთან და შედეგად მისი რეიტინგი განუზომლად გაიზარდა სხვა რესპუბლიკელ, სხვა დემოკრატ კანდიდატებთან შედარებით. ну თან ძალიან სიმპათიურია. მოკლედ, რამდენად რეალური შანსი აქვს, იმიტომ რომ დემოკრატიულ პარტიას ნამდვილად ჭირდება ახალი ლიდერი და ეს ლიდერი ვერ იქნება მამდამი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს არ ყოფილა, რომ ნიუ-იორკის მერი უფრო ასე ვთქვათ, ეროვნული მასშტაბის პოლიტიკასაც ჩამოყალიბებულიყო. ჯერჯერობით ესეთი პრეცედენტი არ იყო. ყოველთვის მე რაც ეზრა კლაინს უსმინე, მან ეს თქვა. ყველაზე ახლოს იყო 2008-ში რუდი ჯულიანი, რომელიც ფავორიტი იყო მაშინ, რომ მოიგო პრაიმერისი. თითქოს აი რაღაცა არის ბოლო ესე წარმატების კულმინაციური წერტილი ეს ნიუ-იორკის მერობა. ამ წამს აი რომ ნახოთ თქვენ ონლაინ ფავორიტად 28 წელს რომ მოიგოს დემოკრატების პრაიმერისი ითვლება ნიუსომი. იქვე ალბათ შემდეგი ფავორიტები არიან მეორე ოკასიო კორტესი. მაგრამ ძალიან გაუსწრო ეხლა მე რა ჩარტი ვნახე, ეს გრაფიკა ვნახე, ძალიან გაუსწრო. კი და მესამე ალბათ რომელსაც დავასახელებდი აი უცებ რომ ვინ შეიძლება გახდეს მაშინ პრაიმერის გამარჯვებული, მესამეს ვთქვი ალბათ კამალა ჰარის. რომელიც ითვლება რომ არ უნდა იყაროს კენჭი, იმიტომ რომ ტრამპთან წააგო, ეგ ცუდის ნიშანია, კიდე შეიძლება წააგოს ასე შემდეგ. მაგრამ აი უცებ რომ ნახოთ გამოკითხვა, ვის დაუჭერდი მხარს პრაიმერისში, შეიძლება კამალა ჰარისი პირველზე იყოს. ბევრ გამოკითხვებში ესეა ხოლმე და უცნაურება ხალხს, მაგრამ ხშირად ესეა, იმიტომ რომ ყველა იცნობს მას. და ეგ არის ხოლმე მთავარი ხშირად რა.
მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კამპანია ეს ამ წამს ეგეთი პერიოდი ჩანს რომ ნიუსომი აი ფავორიტი არის ნაწილობრივ იმიტომ რომ წლის დასაწყისში დემოკრატები იყვნენ ძალიან სუსტები მორალურად რაც გულისხმობ რა რომ დამარცხებულები იყვნენ ტრამპი ძალიან სწრაფად მიდიოდა ძალიან ბევრი რაღაცას აკეთებდა ძალიან ძლიერი ჩანდა და ეს მომენტი იყო რომ ვაიმე რას ვაკეთებ ხალხო სუსტები ვართ ლიდერი არ გყავს და ნიუსომი გამოვიდა და ბევრი რაღაც კეთება დაიწყო ტრამპის ვოკალურად კრიტიკა დაიწყო და აი ცოტა ისეთი თქმელია რა მაგრამ შემოიტანა ძალიან ისეთი უფრო მასკულინური ენერგია შემოიტანა დემოკრატებში რა რომელიც დემოკრატებს რაღაცაში განდევნილი ჰქონდათ ხო და თან ახლა ტრამპს მარტო მასკულინური ენერგია ხო გასაგებია თავიდან ბოლომდე მაგაზე არის აგებული და ეს ამადგენ რომ გამოჩნდა უცების იყო რომ ვა ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა ძლიერი ტიპები გამოჩნდეთ და ეს ძალიან დაეხმარა მათ. ეხლა რა მინდა ვთქვათ, ის რაც ხდება ამერიკის შიგნით, ეს არ არის განყენებული ამბავი რა, ეს პირდაპირ აისახება დანარჩენ მსოფლიოზე და ამიტომ ჩავყევით, ასე ვთქვათ, ასე ბოლომდე შედარებით ყოველ შემთხვევაში ამ პოდკასტისთვის ბოლომდე ამ ამერიკის შიდა პოლიტიკას, იმიტომ რომ ეს შიდა პოლიტიკაც მთლიან გარდაიქმნება საგარეო პოლიტიკაში და აისახება ევროპაზეც, შემდეგ ახლო აღმოსავლეთზეც, აზიაზეც, ჩინეთზეც და რუსეთსა და უკრაინაზე ხო საერთოდ. და შემდეგ რაღაცა გამოძახილი ჩვენთანაც აქვს, ბუნებრივია. ჯერჯერობით მხოლოდ გამოძახილი და ხო, დიდი ხანი ასე იქნება თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა. მოდი დავიწყოთ უკრაინის ამბით, რომელიც შემდეგ რომელსაც ნატო მიებმება მერე თავისთავად და ლოგიკურად, ხო? აი ისეთი ფლუქტუაცია იყო მარტი წლის განმავლობაში, რომ ხანდახან ვფიქრობდი, რომ საწყარი ზელენსკი აი როგორ გადაურჩა ამდენ ასეთ ამპლიტუდას, აი ამ ემოციების, იმიტომ რომ ხან თითქოს ძალიან კაი ამბავი იყო, თან ძალიან ცუდი ამბავი იყო, მერე თითქოს არაუშავდა ამბავი იყო, იმის მიხედვით იცვლებოდა ეს ყველაფერი, როგორ ხასიათზე იყო ტრამპი, დაურეკავდა თუ არა მას პუტინი, ვიტკოფი რას ეტყოდა, ან რაში დაარწმუნებდა, რუბიო უფრო დაარწმუნებდა თუ ვიტკოფი უფრო დაარწმუნებდა და მოკლედ, საბოლოო ჯამში ამ ერთი წლის თავზე რა მივიღეთ? არაფერი, ფუნდამენტურად რომ ვთქვათ, აი რაც ხდებოდა გაგრძელდა, რომ რუსები ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ და ეხლა ძალიან ნელა მიიწევიან წინ დონბასში. ირაღის მიწოდება ამ ეტაპზე გრძელდება, მაგრამ რაღაცა ვადის გასვლის თარიღი წინ ჩანს და მოდი ვცებ, აი რატო ვერ დასრულდება ეს ომი ესე მარტივად, რატო ვერ დასრულდა აქამდე უცებ შევეხები. თუმცა ზელენსკი თქვა, რომ ბუფერულ ზონაზე თანახმაა. კი, მაგრამ აი თავისი კეთილგანწყობა, თავისი დამოკიდებულება, პოზიტიური დამოკიდებულება და მზადყოფნა აჩვენა, რომ აი მე მზადა ვარ, აი ამ ნაბიჯს გადავდა. კი, მზადყოფნა აჩვენა, რომ რაღაც დაშვებებზე წავა, დათმობებზე წავა, მაგრამ ნახეთ შეიძლება ახლა ამის გამო რაღაცა შეურცხო ემიტორს ხონერად წავიდეს. კარგი იქნება თუ ეგრე იქნება, მაგრამ იმდენი შერცხვევა. კი, კაცო. უკრაინაზე, მათ შორის ჩვენი საყვარელი კოტკინმა ისეთი ასე პირდაპირ თქვა, რომ შანსი არ არისო რუსეთიო, რამდენიმე მე მგონი 2 კვირით ადრე, აი მან common knowledge-ში რომ გამოვრიცხავო, რომ უკრაინაში შევიდესო რუსეთიო. კი, არა მარტო ასე რომ თავისუფლად იგრძედი თავი პროგნოზების გაკეთებაში. მე არ მჯერა რომ აქ შეთანხმება მიღწევადი არის. რამდენჯერმე დამიწერია ამაზე, აქაც მithქვავს მე მგონი, მაგრამ მოკლედ რუსეთის და უკრაინის მიზნები არის სრულიად არათავსებათი. რუსეთის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანი არის, რომ ეს ომი როცა დასრულდება, უკრაინა ნორმალურად სახელმწიფოდ აღარ არსებობდეს და მათ ჰქონდეთ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ვეტო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას თუ შენ ვეტო გინდა ამის საგარეო პოლიტიკაზე ჰქონდეს, ასე ნიშნავს, რომ შენ თუ ოდესმე ცუდად მოიქცევი, მე შემეძლო შენთან მარტივად შემოვიდე და პრობლემები შეგიქმნა. თუ უკრაინას ეს ქნება უსაფრთხოების გარანტიები, ეგ ვერ მოხდება, ხო? უსაფრთხოების გარანტია ნიშნავს, რომ შენ ვეტო ამის საგარეო პოლიტიკაზე არ გაქვს. ვერ შეხვალ მის ტერიტორიაზე ესე მარტივად. ეს ერთი. უკრაინისთვის პირიქით არის ზუსტად. ომი თუ დასრულდება, უკრაინას ძალიან უნდა უსაფრთხოების გარანტიები, თორე რა აზრი აქვს დასრულებას, ესე უყურებს უკრაინა. იმიტომ რომ თუ ომაშოულია გაზრდილდეს და 2 წელიწადში დაბრუნდეს და ისე შეომიტიოს, მაშინ რა დასვენება ეგ არის და რა მშვიდობა ეგ არის. ეს ერთი და მეორე დონბასის საკითხი. დონბასი რატოა გამორჩეულად მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გამაგრებულია. 2014-დან მოყოლებული უკრაინელები ამაგრებენ დონბასს და არის დაცვის ხაზი ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. რუსები იძახიან, რომ დონბასი უნდა მოგცეთ სხვა ვარიანტი არ არის. უკრაინელები იძახიან, რომ არ დავთმობთ, შანსი არ არის. რატო? იმიტომ რომ შენ რომ დონბასი დათმო და ხვალ რუსეთი რომ დაბრუნდეს და ომი ახლიდან დაიწყოს,
მიროდ მარტივად გააგრძელებს წინსვლას. აქ ძალიან წვალობენ, იმიტომ გამაგრებულია პოკროვსკში იწედებიან, სლავიანსში გაიჭედებიან ასე შემდეგ. შენ თუ დონბასს დათვალ, მე შეიძლება უბრალოდ ესე ადგენენ და ნახევარი დაარჩენი კიდე ერთი მაგდანი 2 დღეში დაიპყრონ. შესაბამისად, უბრალოდ მიუღწევადია რა შეთანხმება, იმიტომ რომ ორი საკითხია, რომელზეც ზუსტად საპირისპირო ხედვა აქვთ და ურთიერთგამომრიცხავი ხედვა. ახლა ტრამპის პოზიცია დასაწყისში რა იყო რა და ახლაც რაღაც დონეზე ეგ იყო. რომ მე უკრაინელებს ვაიძულებ რომ დათანხმდნენ რუსეთის პირობებს. და ზეწოლას ახორციელებდა უკრაინაზე ამის გამო. უკრაინელს ეძახდა რომ მოდი გავწეროთ ზუსტად რა იქნება უსაფრთხოების გარანტიები. წერდნენ რაღაცა სახს, ისე სახს, რომ ამერიკაც იტყოდა რომ ხო, ლოგიკურია რომ ეგეთი გარანტიები მაინც ჰქონდეთ. როგორც კი რამე ეგეთი იწერებოდა, რუსეთი გამოდის და ეხის არა. შანსი არ არის. რომ ევროპელი ჯარისკაცები უკრაინაში არ იქნებიან, შანსი არ არის, იძახის ეგრევე. ამას მე მეყობოდა ხოლმე ესკალაცია, რომ ტრამპი გაფრაზდებოდა, რუსეთი რატო არ არის თანახმ მშვიდობაზე, რაღაცა მე ახლა სანქციებს დაუწესებ და ერთი-ორჯერ რაღაც დამატებითი მართლა დაუწესა და განიხილავდა რომ მეტი იარაღი მისცეს უკრაინას ასე შემდეგ. მე ისევ გავიდოდა 1-2 თვე, ბიჭო, იქნებ მშვიდობას მივაღწიოთ, ისევ იგივე იფიქრებდა ხოლმე ტრამპი ან ვიტკოფი, იგივე რაღაცას დადებდნენ ხოლმე მაგიდაზე, ისევ უკრაინა იტყოდა რომ უსაფრთხოების გარანტიები, მე ისევ რუსეთი დავულყავდა. ამხლა ვართ ჩემი აზრით ამის მესამე ციკლში. კიდევ ერთხელ გაიწერა, ჯერ ამერიკამ დადო რაღაცა. ეს დოკუმენტი რომელიც სკანდალის საკითხი არის, მაგრამ ეს დოკუმენტი დაიდო, რომელშიც ეწერა უბრალოდ ძალიან ბუნდოვნად უსაფრთხოების გარანტიები და მეტი არაფერი ამ საკითხზე. და რომ უკრაინას დოლმეს უნდა დაეტოვებინა. უკრაინა გამოდის ეხის რომ მოდი ეს ორი დავაკონკრეტოთ. აქ რაღაც დათმობებზე წავიდა იქ თქვა რომ მოდი უსაფრთხოების გარანტიები გავწეროთ. გაწერეს ახლა დაწერეს მეხუთე პუნქტის მსგავსი გარანტიები. ახლა მე მგონია რომ გამორიცხულია სრულიად რუსეთმა თქვას რომ თანახმა ვარ მე მაგაზე. იმიტომ რომ თუ უკრაინას ეკრება ნატოს მეხუთე პუნქტის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები, რუსეთი მომავალში უკრაინაში რა მის საგარეო პოლიტიკაზე ვეტო ვერ ექნება, ხო გასაგებია, იმიტომ რომ ის დაცული იქნება. ამიტომაც აქ გონიერ შეთანხმება ისევ მიუღწევადია. ალბათ რამდენიმე კვირაში ეს რაღაც ცხადი გახდება და ეს ჩაიშლება კიდევ ერთხელ და ნუ შემდგომ რაც და ახალი ციკლი ისევე ხო, ნუ კარგ შემთხვევაში ისე ვიტკოფი ჩავა პუტინთან, ისევ პუტინის ინტერესების გატარება შეეცდება ტრამპთან, ანუ რაღაცა დაუსრულებელი ციკლია, რომელიც აი მართლა ზაზუნას ფილმი როა, ხო? ზაზუნას დღე როა ეს ცნობილი ფილმი ამერიკული კლასიკა, აი ის განცდა გაქვს, რომ ყოველი ამბავი უკრაინასთან დაკავშირებით ერთი და იგივეა რაღაც. მეორდება. პუტინს ეს აწყობს, ანუ პუტინს აწყობს დროის გაწევა. და ისევე როგორც ყველა ავტორიტარს აწყობს დროის გაწევა, მით უმეტეს რომელიც ომშია. თუმცა ამის side effect-ი, ანუ ხო არის რომ აი წამალს აკეთებ რაღაცის თვის და აღმოჩნდება რომ მისი side effect-ი რაღაც პირიქით კურნავს რაღაცას რა. ზოგიერთი მარგებელია, ხო. ანუ ამ შემთხვევაში ევროპა დადგა ახალი ამოცანის წინაშე და თან რაც ეცი რა არის თავარი აქ ფსიქოლოგიურად ის ვეღარასოდეს ვეღარ იქნება დამოკიდებული ამერიკაზე ისე როგორც იყო აქამდე, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, ხო? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იყო პარტნიორობა იყო განუხრელი, აქ არ ყოფილა დიდი ჩავარდნები და იყო ძლიერი ტრანსატლანტიკური ერთობა, სადაც ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა და გაცნობიერებული ქონდა ამ ფუნქციის აუცილებლობა. დღეს ეს მთლიანად მოიშალა სტრატეგიულ დოკუმენტში, უსაფრთხოების დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ევროპა არის დეკადანსში, ევროპა არის მძიმე მდგომარეობაში და მათ რაღაც ამერიკას აღარაფერი საერთოდ დიდი აღარ უნდა კონდეს ევროპასთან და ევროპა მიხვდა რომ ის დარჩა მარტო და თუნდაც რომ შეიცვალოს ადმინისტრაცია და ძალიან ისეთი პროევროპელი ლიდერი მოვიდეს, ეს ნდობა მაინც ვეღარ აღდგება, ძალიან ბევრი წელი დაჭირდება, არ ვიცი. მოკლედ, მაგრამ კარგია, იმიტომ რომ ევროპა აქამდე იყო რაღაცა მოდუნებული, ამერიკის იმედზე მყოფი, რეალობას რომ თვალს ვერ უსწორებდა, რაღაცა მოკლედ ნეტარებაში გადავარდნილი ეს დიდხნიან მშვიდობას და კეთილდღეობას მოაქვს ეს მოდუნება, საბედისწერო მოდუნება. კი ბატონო. აი ხარა რა ხდება ამ მოდუნებიდან გამოიყვანა ტრამპ. ნუ ცხადია ახლა
არაერთი ხო ტოპ ევროპელი პოლიტიკოსი მერცი მაკრონი ასე შემდეგ ხვდებიან რომ ჩვენ თავს უნდა მივხედოთ. კარგია რომ მერცი არის ამ დროს გერმანიის კანცლერი. შეკითხვა არის ეს გამოვა თუ არა. ხო. ახლა კაი ჯერ ამერიკის პერსპექტივიდან რა ხდება რა ამერიკა ესე უყურებს რომ ჩინეთი არის ჩვენთვის პრობლემა რუსეთი პრინციპში არის სუსტი ევროპელებმა რომ მოინდომონ რუსეთს როგორმე რამეს უზავენ იმიტომ რომ რავი ახლა რუსეთის ეკონომიკა ფლორიდის ეკონომიკაზე პატარა როგორ მე მოდი ამ რუსეთს მიხედოს ევროპა კი ესე უყურებენ და ახლა ჩვენ ჩინეთზე და ახლა კაი ამას უკვე ევროპისთვის ბევრი პრობლემა აქვს რა იმიტომ ერთი ანუ ჩვენ უნდა გადავიხადოთ ვაიმე ჩვენ გადახდა არ გვინდა გასაგებია არავის არ უნდა გადახდა მეორე ერთ-ერთი მიზეზი რატომ არის ევროკავშირი ესეთი წარმატებული არის რომ არსებობს ნატო. ახლა მე-20 საუკუნეში ევროპელებმა ცოტა ბევრი იომეს, როგორც ვიცით, ხო? არ უომიათ და ორი სტანდარტული ახსნა, რატო არ იომეს, არის ერთი ევროკავშირი და რაღაც დამჭიდრობდნენ, დამეგობრდნენ და მაგრამ მეორე ნატო. ვერც ერთი ევროკავშირის ქვეყანა მეორეს ვერ შეუტევდა, ვერც ერთ ვარიანტს და გერმანია და საფრანგეთი ომს ვერ დაიწყებდა, იმიტომ რომ ნატო არსებობს და გეუბნება რომ არაფერი არ გავედოთ, ეხლა გეყოთ რა. ამერიკელი ჯარისკაცები როცა ევროპაში არიან, იქ მშვიდობას ავტომატურად ინარჩუნებ, ყველაფერი კარგად წყნარად არის. უცებ რომ გაქრეს და მე ერთმანეთს შეხედოთ და ვფიქროთ რომ უი, მოიცა ახლა რა ხდება, არც ერთი უსაფრთხოების გარანტია არავის აღარ აქვს, მე სიტუაციას ოდნავ იცვლება და ყოველთვის არაკომფორტული მომენტი არის. ეს ერთი. მეორე, თავარი პრობლემა რაც არის და ახლა ბევრჯერ გამოჩნდა ჩვენთან მიმართებისაც, ხო, რატომ არის რომ რაღაც სანქციები ამერიკამ დაადო ოცნებას და არ დაადო ევროკავშირმა, იმიტომ რომ არც ევროკავშირში რამდენიმე სახელმწიფო შეუძლია ვეტო ჰქონდეს. იმიტომ რომ ბევრი საკითხი ყველას ნახმოვით უნდა გადაიჭრას. გადაწყდეს ბოდიში. და როგორც ვიცით, სლოვაკეთი, უნგრეთი, ასე შემდეგ ბევრი ქვეყანა ესე უყურებს რომ რავი, მომენტ რატომ უნდა გადავცეთ რუსული აქტივები უკრაინას, ჩვენ ეგ არ გვინდა და უფრო ახლო ურთიერთობები აქვს პუტინთან. და ეს ბევრ ამას ართულებს, იმიტომ რომ ერთიანობა ევროკავშირს ამიტომაც არ აქვს. აქ ორი საპირისპირო რაღაცა ხდება ერთდროულად. თუ ევროკავშირს სურს რომ იყოს ძლიერი ძალა და მსოფლიო მოთამაშე, მაშინ მოუწევთ მეტი ცენტრალიზება და ერთიანობისკენ წასვლა. მაგრამ მოთხოვნა პირიქით არის ამ წელს ევროპაში. ძლიერდება ეს ორბანის ფრთა, AfD ძლიერდება გერმანიაში, ძლიერდება საფრანგეთში ლეპენის პარტია და ასე შემდეგ. ანუ მოთხოვნა საპირისპირო არის მოსახლეობიდან პირიქით მეტი დაყოფა და უფრო ნაციონალიზმისკენ წასვლა. და მაგრამ თუნდაც რომ გლობალური მოთამაშე იყვნენ, საპირისპირო არის საჭირო. ეს არის მთავარი პრობლემა აქ. მეორე მთავარი პრობლემა უკრაინისთვის ევროპას ამემართებით არის, რომ რომ ხვალვე გადაწყვეტოს და ყველა ერთად თქვან, რომ კაი, მზად ვართ, ყველაფერს ჩვენ გადავიბარებთ. მაინც დრო უნდა რომ შენ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი აწყო და შეგეძლოს რომ მიაწოდო იერარქია უკრაინას და დაამზადოს. ამას ორ თვეში ვერ იზავ რა, წლები სჭირდება. ამერიკა ამისთვის სჭირდებათ ყველა ვარიანტში. ყველაზე აი კარგ სცენარში მაქსიმუმ უბრალოდ უნდა ფული დახარჯონ რომ ამერიკისგან იარაღი იყიდონ და გადასცენ უკრაინას. სადრო აი პირველად რა როგორი ცდელობა იყო ხო გახსოვს რომ იქ რაღაც ნატოს გენერალური მდივანი რაღაცა დედის ეძახდა ლამის აი ტრამპს თან აი ყველა თავისი დიპლომატიური უნარი გამოავლინა, როდესაც ხდებოდა რაღაცა მნიშვნელოვანი უკრაინასთან დაკავშირებით, აი პირველი შეხვედრა უფრო სწორად მეორე აღარ ყოფილა დაიგეგმა, მაგრამ აღარ ყოფილა აი ალასკაში რომ შეხვდა პუტინს, ტრამპი შემდეგ აი დაეწყნენ ევროპელი ლიდერები, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჩათვლით ჩავიდნენ, რომ ეს გაეკარწყლებინათ მოკლედ პუტინის ეფექტი ტრამპზე. ეხლა თითქოს აი რაღაც ერთი პერიოდი განცდა იყო, რომ აი ევროპელებმა დაალაგეს რაღაცნაირად ტრამპთან, მაგრამ ამ დოკუმენტით საპირისპირო გამოჩნდა, ხო და ეხლა რა ხდება, რაღაცა ხელჩაქნების პერიოდია, რომ ანუ ევროპელმა ლიდერებმა თქვეს, რომ ჩვენ ვცადეთ რაც შეგვეძლო ტრამპთან ვერ მივაღწიათ იმას, რისი მიღწევაც გვინდოდა, ალბათ სტარმენს ფიქრობს, რომ ეს ზედმეტი იყო ეს მეორე სახელმწიფო ვიზიტი დედოფლის მეფის სასახლეში, ბუკინგემის სასახლეში, რომელიც გამონაკლისად დაუშვეს, რომ ტრამპის გული მოეგო ბრიტანეთს და რაღაცა დაეყოლიებინა რაღაცების გაკეთებაზე და ეხლა თითქოს რა ფაზაა ევროპისა და აი ამ პირად ურთიერთობებშიც რა ფაზაა? ამაზე ვერ დავდებ თავს ზუსტად, მაგრამ როგორც მივხვდი, როცა დაიდო ეს დოკუმენტი, ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება იყო, რომ ჩვენ გვინდა იქ მშვიდობა, აი გვაქვს გეგმა და ევროპელები რას ფიქრობენ, არ გვაინტერესებს.
ესეთი მესეჯები წამოვიდა. და ნუ ამ მესეჯებზე გასაგებია რეაქცია მათ ჰქონდათ, რომ მე მგონი აზრი ამას არ აქვს. და უბრალოდ ხლა ცდილობენ რომ კაფიო გახადონ, რომ არა, ჩვენ უკრაინას მხარს მაინც დაუჭერთ. და რომ ეს ომი ეგრე მარტივად არ დასრულდება. ანუ შენ თუ უბრალოდ ომის დასრულება გაქვს მიზნად, გესმოდეს მოდი რომ აი სულ რო ბოლომდე მიაწვდა თქვა რომ სულ დახმარება შევაშერებ, მაინც არ დასრულდება ეს ომი. და აი ამას რო სათხოვ, მე იმედი არის რომ ტრამპის შეხედავს რომ კაი თუ მაინც არ სრულდება, რომც ეს ვაკეთო, მაშინ და მაინც არ დანებდება უკრაინა, მაშინ თალდესი არ მოვიქცევი. ხო, არავინ არ იცის. ხო. მოკლედ, რომ შევაჯამოთ ახლა ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. პოზიციაზე ეს ფარი ზაქარიას ეს შეფასება ძალიან საინტერესო და მომწონს, რომ ის ამბობს, რომ 30 წელი მსოფლიო, ნუ ყოველ შემთხვევაში დასავლური ცივილიზაცია იყო ისტორია იყო შეფულებაში. ანუ იმიტომ რომ იყო უნიპოლარული სამყარო, ერთპოლუსიანი სამყარო, რომელიც იყო დაფუძნებული ამერიკის ჰეგემონიაზე და ამ ერთპოლუსიანობამ და ამერიკის ჰეგემონიამ მოიტანა განუხრელი კეთილდღეობა, მშვიდობა, გლობალიზაციას დაუდო სათავე და მოკლედ 30 წელი სამყარო ვითარდებოდა მშვიდად, ისე მშვიდად, რომ საწყალ კაცს ყელში ამოუყვანეს, მაგრამ ყველა იხსენებს დღეს ფუკუიამას. ამ ისტორიის დასასრულს. სხვა შეერთ როცა ფუკუიამამ ისტორიის დასასრული დაწერა, ზაქარიამ დაწერა არალიბერალური დემოკრატიების აღზევება და ზაქარია უფრო სწორი აღმოჩნდა მომავლის წინასწარმეტყველებაში ვიდრე ფუკუიამა. ის ამბობს, რომ ეხლა ჩვენ არ ვიცით, ეს შეიძლება იყოს პოსტ-ამერიკული ხანა და როგორც დამთავრდა თავის დროზე პაქს ჰოლანდიკა, როგორც დამთავრდა პაქს ბრიტანიკა და პაქს ამერიკა, ხო დამთავრდება და რაღაცა ახალ ეტაპში შევდივართ, ახალ ეტაპზე გადავდივართ, ოღონდ რა ეტაპზე გადავდივართ და პაქს რა იქნება, არ ვიცით, ხო? მგონი პაქს არაფერი არ იქნება. პოპულარული პასუხი არის, რომ ახლა გადავიდეთ მულტიპოლარულ სამყაროში, რუსეთი, ამერიკა, ჩინეთი. მე ამის არ მჯერა, იმიტომ რომ რუსეთი არ შეედრება ამ წამს ამორს და არც პოტენციალში. ჩვენ ახლა გადავდივართ ბიპოლარულ სამყაროში, ეგ არის ჩინეთი და ამერიკა და ეს ორი პოლუსი იქნება. ალბათ ესე 20 წელი და მერე დაეწევა მესამე, რომელიც იქნება ინდოეთი. და მაგ სამყაროში გადავდივართ რა. აი ესე 20 წელი. ანუ დასავლური ცივილიზაცია დასასრულისკენ მიდის? იმიტომ რომ ცივილიზაცია არ მიდის. არა, ის დასავლური ცივილიზაციის დომინაცია. ესეთი დომინაცია კი აშკარად. იმიტომ რომ მე-15 საუკუნეში ნელ-ნელა დაიწყო დასავლური ცივილიზაციის ევროპის დომინაცია, რომელიც შემდეგ გადავიდა დასავლურ ამერიკასთან ერთად დასავლური ცივილიზაციის დომინაციაში. ევროპულ გამონათლებლობაზე დაფუძნებული ეს ცივილიზაცია იყო დომინანტური და დიდი დაშორება შექმნა მასსა და დანარჩენებს შორის, იყო ძალიან დიდი დაშორება. ეხლა სხვათა შორის ზაქარიას კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იყო შუაში დანარჩენების აღზევება. სადაც ეს დაშორება შემცირდა, დღეს ვხედავთ უკვე სრულფასოვან მეტოქეობას, ხო? ჩინეთის სახით სხვა კულტურა შემოდის ჩინეთის სახით და აქეთ არის დასავლური ცივილიზაცია, რომელიც უკვე აღარ ვიცით დასავლური ერთია თუ არა ანუ ევროატლანტიკური სივრცე ერთად იქნება თუ არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ეს გაიყო მით უმეტეს რთული საკითხია. კი, ნუ, მოდი ესე ვთქვათ. ახალი წლისთვის რავი ოპტიმისტური. აი, რა მოიფიქრებ რამეს. მოდი, უცებ ვიტყვი ამაზე. რა არის აი გეოგრაფიის მომენტი არის ეს გაყოფა, რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი? რა გეოგრაფიის მომენტია რატო? რუსეთი ესაზღვრება ევროკავშირს, ამერიკას, ნუ აი რაღაც ალასკას თუ შევთით არა. ანუ ამერიკისთვის არ არის რუსეთის საფრთხე. ევროკავშირისთვის მეტაკლებად, ნუ აი რაღაც როგორც მინიმუმ ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის არის, ხო ცხადია. ჩინეთი პირიქით ჩინეთს საფრთხე და ევროკავშირი ნაკლებად მიიჩნევს, ამერიკა ძალიან მიიჩნევს. იმიტომ რომ ჩინეთის საფრთხე არის ამერიკის დომინაციისთვის აღმოსავლეთ აზიაში და ევროკავშირს არანაირი დომინაცია აღმოსავლეთ აზიაში არ აქვს. ამიტომაც ამერიკას სურს ევროპელები უფრო მეტად კონცენტრირდნენ ჩინეთზე და რუსეთზე. არა, რაც გულისხმობ, რომ აი ჩინეთზე რა მხარი დაუჭირონ ამერიკას და იმის წინამდე წამოვიდნენ ტარიფები დაადონ ჩინეთს, ასე შემდეგ. გააკეთებენ. ხო, მაგაშია საქმე. რომ ანუ სტიმულები ამ ორ სახელმწიფოსთან მემართებით საპირისპირო აქვს ამ წამს ამერიკასა და ევროკავშირს. და ნუ ამიტომაც
გასაგებია რომ ცოტა სხვა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით წავიდა ორივე. ის თუ რა მოხდება ახლა 50 წელიწადში და რომელი სახელმწიფო იქნება დიდი და რაღაცა მაიგ რესურსაც არ წავალ, მაგრამ ესე ვივარაუდებდი რომ ესე წავა სიტუაცია რომ ჩინეთი გააგრძელებს გაძლიერებას, ჩინეთი და ამერიკა იქნება ორი მკაფიო სახელმწიფო რომელიც დომინირებს სოფლიოში მომდენო 15 წლის განმავლობაში, რაღაც მომენტში ინდოეთი წამოეწევ და ინდოეთი ალბათ უფრო ამერიკის მხარეს იქნება ამ დავაში, იმიტომ რომ ესაზღვრება ჩინეთის, ჩინეთის დიდი მეტოქია და ეხლა ბევრი პრობლემა აქვს და არა მარტო ინდოეთი, არამედ იაპონიაც, ავსტრალიაც, ესენი მოკავშირეებიან ამერიკელების. თავარი იქნება ინდოეთი მგონი იქნება. აი ძალიან პრიმიტიულად რა რომ არ ვიცოდეთ არაფერი მსოფლიოს რუკას რო შევხედოთ, ეს ამას ესაზღვრება. თუმცა საფრთხე ეს არის ამისთვის და არაპირიქით. ეგ არის და ეგ. კი. ხო, გეოგრაფია არის ბედის წერას და გამსაზღვრელი. კი, ქართველებმა კარგად ვიცით. კი, პოლიტიკური ბრძოლისად სამწუხაროდ ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი ბედის წერა აღმოჩნდა და პატარა ქვეყნებისთვისაც ძალიან მძიმე პერიოდია, იმიტომ რომ ძალიან რეალისტურად რო შევხედოთ, ეხლა ისეთი ტექტონიკური ძვრები მიდის, ჯერ არ ვიცით, ეს არის უბრალოდ ბიძგები თუ სერიოზული მიწისძვრა იქნება, რომელიც დაანგრევს ძველს, ანუ ძველ წესრიგს და რამე ახალი შეიქმნება. ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთი მიწისძვრების დროს, ესე რომ წარმოვიდგინოთ ვიზუალურად, შეიძლება გაიყოს მიწა და პატარა ქვეყნები შიგნით ჩაიტანოს. ძალიან მძიმეა ამისი გააზრება ჩემთვისაც. ჯერ არა გვაქვს ასე ვთქვათ გარანტირებული, კიდევ კარგი რომ ეს ასე მოხდება, უბრალოდ ამის ნიშნებიც იკვეთება. ამიტომ კი, როგორც თქვი ხო, საქართველოს ანექსიაზეც ხო ვახსენეთ, რომ ხო, ამიტომ ძალიან მძიმე პერიოდი იწყება ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ესეთი ტექტონიკური ძვრები ყველაზე მძიმე დაისახება ხოლმე პატარა ქვეყნებზე. ხო. წინა ხალხო რა ვიცი, რობ რაინერის ფილმი ნახეთ ყველამ, Princess Bride ყველაზე კარგი ფილმია. სხვა არაფერი. მისი, კი, და არა, სხვა არაფერი. კარგი ამბავი არ მაქვს სხვა არაფერი. ოდე დამწეგნის პრეზენტაციაზე იქნება აქ თქვას გიანოდიასგან ველოდებით რამე კარგს. კი ბატონო. სანდრომ სრულიად პესიმისტი აღმოჩნდა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა, რა ვქნათ, რაც არის ეს არის, არ არის სწორი, როდესაც ხელოვნურად შევალამაზებთ ხოლმე რეალობას, ჯერჯერობით ეს რეალობა არის მძიმე, ასე ვთქვათ, მძიმე ნიშნებით მატარებელი ამ ეტაპზე, არ ვიცით როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში. და იმედი დავიტოვოთ, მხოლოდ იმედი გვაქვს ახლა, რომ ასე ცუდად არ არის ყველაფერი როგორც ჩანს. მოკლედ, მე გემშვიდობებით და ახალი წლების შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს.